მოგესალმებით, ეთერშია მოამბის სპეციალური გამოშვება. მე მარიამ სეთურიძე ვარ. დღეს ნებიშვიდეული შაბათია იერუსალიმში, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ჩემთან ერთად კი ახლა მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი იმყოფება. მოგესალმებით, მამა კახაბერ, მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის და რომ გამონახეთ დრო ჩვენთან მოსვლისთვის. მოგესალმებით თქვენ და ჩვენ ძვირფას მაყურებელს და უნდა ვისარგებლო აუცილებლად ამ შემთხვევით და დიდი მადლობა გადაუხადო თქვენ ტელევიზიას, რომ ამის საშუალება ეძლევა ჩვენ საზოგადოებას ნახონ ესეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იერუსალიმში, იერუსალიმის კადრები და აი ეს მსახურება, რომელსაც ქვია ცეცხლის გარდამოსვლა. დიდი მადლობა. მოდით დავიწყოთ უშუალოდ ცეცხლის გარდამოსვლაზე საუბრით, რა თქმა უნდა. და პირველ რიგში გითხავთ, როგორც უკვე ვახსენე, მილიონობით ადამიანი ელოდება ამ მოვლენას. საინტერესოა თქვენგან, სასულიერო პირისგან რომ მოვისმინოთ უშუალოდ რაში მდგომარეობს ცეცხლის გარდამოსვლის სასწაული და მისი სულიერი აზრი რა არის, თუ განგვიმარტავთ. რადგანაც ჩვენ დრო საკმაოდ გვაქვს მოლოდინისა, იმიტომ რომ ჯერ როგორც მე კადრებს თვალს ვადევნებ იერუსალიმის პატრიარქი არ შემობრძანებულა ტაძარში, ყოველ შემთხვევაში აქ ესე ჩანს რომ ჯერ არ შემობრძანებულა, ამიტომ ცოტა შორიდან დავიწყებ ამ ისტორიის მოყოლას, თუ თქვენ ცნებას დამრთავთ ამისას. ზოგადად ამ ცეცხლთან დაკავშირებით ჩვენ უნდა ვნახოთ, რომ ძველი აღთქმის ისტორიაში რამდენჯერმე არის ისტორია მეორდებოდა თითქოს რაღაცა ამ ცეცხლის გარდამოსვლისა. მაგალითისთვის შეიძლება ითქვას, როდესაც პირველ მსხვერპლს შეწირავენ კაინი და აბელი, იქ სწავლება გვაქვს ჩვენ პირდაპირ, რომ შეიწირა ვთქვათ აბელის მსხვერპლი და კაინისა არ შეიწირა და საიდან ვიცით ეს? აი რა ნიშანი მიეცათ მათ, რომ აი კაინს მერე რომ შეშურდა, რომ აბელის ძღვენი შეწირულია, თურმე ადამიანის შვილებზე გვაქვს საუბარი, ბუნებრივია და შეშურდა, რომ იმისი შეიწირა და ჩემი არ შეიწირა, საიდან ვიცით ეს? მამები პირდაპირ ადასტურებენ, რომ ეს იყო ზეციდან გარდამოსული ცეცხლი, რომელმაც დაწვა ეს მსხვერპლი, რომელიც აბელს ჰქონდა მირთმეული და ამის მერე ესე ითვლება, რომ ცეცხლი, რომელიც თანთქავდა მსხვერპლს, ეს იყო შეწირული ღვთის წინაშე. ამიტომაც ეს საღვთო ცეცხლი ცოტა კი მერე შეიძლება აბსოლუტურად სხვა მნიშვნელობით გვესმოდეს და აბსოლუტურად სხვა, ესე იგი, დღევანდელ დღეს გაგება ქონდეს ამ ყოველივეს, მაგრამ ჩვენ უნდა ეს ისტორიები ყველაფერი ვნახოთ ბიბლიური, სადაც კი მოთხრობილია ამის შესახებ. ამის შემდგომ ჩვენ ვნახულობთ, რომ ილია წინასწარმეტყველი, რომელიც თქვათ თავისი ლოცვით ცეცხლს მოიწევს და ესე იგი ცეცხლი ჩამოვა და მსხვერპლი დაიწვება. ამის შემდგომ კიდევ არაერთ გზის ვნახავთ აი ამ რაღაცა ცეცხლს ბიბლიაში ძალიან ხშირად ხვდებით. ერთ-ერთი სტიქიონია მოგეხსენებათ, მაგრამ ამ სტიქიონი 4 სტიქიონიდან ერთ-ერთია, მაგრამ ეს სტიქიონი თქვათ როგორ ადამიანებისთვის ესე როგორ არის ღმერთი, როგორ შეიძლება იყენებდეს ამას, მაგრამ არის ამავდროულად საღვთო ცეცხლი რაღაცა, რომელსაც ჩვენ საღვთოს იმიტომ ვეძახით, რომ განწმენდილია ეს ცეცხლი, ისევე როგორც შეგვიძლია სტიქიონ წყალთან მიმართებაში ჩვენ ვთქვათ იგივე. ამიტომაც არავითარი გასაკვირი არ უნდა იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შეიძლება მოისმინოთ რაღაცა ყვადაღებული თემა არის, რომ ეს ცეცხლი მართლა გადმოდის თუ არ გადმოდის, რომ სტიქიონის გაწმენდა ხდება, წყლის კურთხევა ხომ ხდება, ხო გაუგიათ ესა და ეს წყალი რომ არ ფუჭდება, ხომ იციან ამის შესახებ. ის ხომ იციან, რომ ძველი წყალი ყოველთვის ახალ წყალში ისხმება, რაღაცა ვისაც უნახავს ძველი კადრები ჩვენი პატრიარქის მიერ აღსრულებული ნათლისღებას, ოდესაც ის წყალს აკურთხებდა და პატარა ჭურჭლით ყოველთვის ედგა ძველი წყალი და ამ ძველს ახალში ჩაუშვებდა პატარას, მაგრამ ესე იყო და ეს მსახურება ყოველთვის ესე გრძელდებოდა. ამიტომაც ზეციდან გარდამოსულ ცეცხლზე, ოდესაც ვლაპარაკობთ, ეს არის გაწმენდილი ცეცხლი, შეიძლება ისე ითქვას, როგორც ისევე განწმენდილი წყალია, რომელიც იკურთხება მღვდელმსახურთა მიერ. ეს ცეცხლიც ყოველთვის არ გადმოდიოდა ზეციდან და იყო შემთხვევები, როდესაც ამას ინახავდნენ, ძველი აღთქმის ისტორიას დაუბრუნდი, ახლა მე კვლავ და მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ ასეთი რამ, რომ როდესაც პირველი ტაძარი, უпроსწორად ტაძრის ანალოგი გააკეთა მოსე წინასწარმეტყველს, მას ეცხადება საღვთო გამოცხადება აქვს, ესე იგი და სადაც ნახულობს და ანალოგს გააკეთებს კარვის სახით, იმიტომ რომ ისინი მოგზაურობდნენ
უდაბნოში 40 წლის განმავლობაში და ბუნებრივია ტაძარს ვერ ააშენებდნენ, იმიტომ რომ სადაც წავიდოდნენ, უნდა გადაეტანათ ეს თავიანთი სალოცავი და მას ჰქონდა როგორც კარავი, რო წარმოვიდგინოთ ახლა თანამედროვე კარავი, ესეთივე კარვის სახე იყო და აი ეს კარავი რომ გაკეთდა, იქვე გაკეთდა აუცილებლად მსხვერპლის შესაწირი და დაწესდა მსახურება, რა იყო სრულად დასაწველი, ვთქვათ, რა იყო სხვა შესაწირები. ეს დიდი ჩამონათვალია ლევიტელთა წიგნი, გახლავთ ასეთი ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი, სადაც დაწვრილებით არის გაწერილი ეს ყველაფერი და იქ ვნახულობთ ჩვენ ასეთ სცენას, რომ პირველი მსხვერპლიზეც გადმოდის ზეციდან ცეცხლი და ეს მსხვერპლი ესე დაიწვება. ამის შემდგომ რას აკეთებენ ღმრთელმსახურები? ამ ცეცხლს ინახავენ. ეს ცეცხლი ინახება და ამ ცეცხლით ხდება სწორედ სხვა მსხვერპლთან, ესე იგი, მიმართებაში უკვე მსახურება ამ ცეცხლით აღესრულება სწორედ და ჩვენ ერთი ესეთი ისტორიაც კი გვაქვს ბიბლიაში, რომ აარონი მღვდელმთავარი გახლავთ და ყავს 4 ვაჟი, რომლებიც არიან მღვდლები და მათ შორის 2 უცხო ცეცხლს შეიტანენ ღმრთელმსახურების დროს და ამის გამო ზეციდან გარდამოსული ცეცხლი მათ დაწვავს. არა მსხვერპლს, არამედ თვითონ აი ამ ღმრთელმსახურებს, იმიტომ რომ ეს უცხო ცეცხლი შეიტანეს მათ. აქედან გამომდინარე ეს, რა თქმა უნდა, მორწმუნე ადამიანისთვის და მით უმეტეს მისთვის, ვინც ბიბლიურ ისტორიას იცნობს, არავითარი საკვირველება ამაში არ არის, რომ ზეციდან გარდამოსული ცეცხლი ჩვენ ბიბლიურ ისტორიაში ძალიან ხშირად გვხვდება, მაგრამ ამავდროულად ახალ აღთქმაში ჩვენ რა სახით გვხვდება ცეცხლი, ამის შესახებაც უნდა ვისაუბროთ აუცილებლად. ეს გახლავთ პირველი შემთხვევა ახალი აღთქმის ისტორიის დასაწყისი, შეიძლება ესე ითქვას, უბრალოდ ახალი აღთქმის ეკლესიის ისტორიის დასაწყისი, როდესაც სულიწმინდის მოფენა ხდება ადამიანებზე, ისინი ხედავენ ცეცხლის ალის ენების სახით გარდამომავალ სულიწმინდას. ანუ ცეცხლის ალის სახე აქვს, ანუ რო შეხედავდი გარეგნულად, თითქოს ამ სტიქიონს გავდა ცეცხლის ალის სახე ქონდა, რომლებიც გადმოდიოდა ადამიანებზე და ადამიანებს ეძლეოდათ სულიწმინდით მადლით განღმრთობის საშუალება, ისინი ამეტყველდებოდნენ სხვადასხვა ენაზე და ეს ჩვენ წმინდა საქმე, წმინდათა მოციქულთა ესეთი წიგნი არსებობს, ახალი აღთქმის მეხუთე წიგნი არის ეს და დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია წაიკითხოს ეს პირველივე თავებში არის აღწერილი აი ეს ისტორია, რომ ცეცხლის სახით გარდამოვიდა ეს. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ცეცხლის გარდამოსვლის მსახურებას. უნდა მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით, რომ საიდან იღებს ეს ტრადიციას და დასაბამს. ჩვენ ვამბობთ, რომ 3 დღე და 3 ღამე მაცხოვარმა დაჰყო საფლავში. სინამდვილეში თუ მათემატიკური, ესე იგი, გადავთვლით, გამოთვლით, დავიწყებთ ჩვენ, რომ პარასკევს თუ მოხდა მისი ჯვარცმა და ესე იგი პარასკევს საღამოსვე ის ჩამოხსნეს ჯვრიდან, იმიტომ რომ არ შეიძლებოდა რომ დაეტოვებინათ რაღაცა ებრაელებისთვის ათვლა ასე იწყებოდა რომ საღამო არის ახალი დღის დასაწყისი. შესაბამისად პარასკევის საღამო ჩვენთვის თუ ღამის 12 საათამდე არ დგება შემდეგი დღე, ებრაული საზოგადოებისთვის და მაშინდელი საზოგადოებაც და დღევანდელიც ასე ითვლის, მინდა გითხრათ, საღამოს დადგობიდან ახალი დღის დასაწყისს ეძახიან, წუხრს ეძახიან ახალი დღის დასაწყის. შესაბამისად, პარასკევს საღამოს თუ კი ხსნიან ჯვრიდან და სახელდახელოდ დებენ გამზადებულ საფლავში და მის დამუშავებასაც ვერ ასწრებენ, ამიტომაც გარბიან კვირას დილით მენელსაცხებლე დედები, რომ ეს წესი აღასრულონ. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დავთვლით მათემატიკურად, გამოვიდა, რომ მან ერთი როდესაც დაღამდა და შაბათი თენდებოდა, ერთი ღამე ეს არის, მერე როდესაც დაღამდა და კვირა თენდებოდა, 2 ღამე გამოდის. და რა 3 ღამე და 3 დღე როგორ დღეც არ გამოდის 3, იმიტომ რომ თუ კი ესე ვიტყვით, რომ პარასკევი დღე, როდესაც თქვათ აღესრულა ის ჯვარზე და საფლავში დადეს, მერე შაბათი დღე და კვირა დილით რომ მივიდნენ, უკვე საფლავი ცარიელი დახვდათ მენელსაც. ანუ საიდან ვღებულობთ ამ სამს? ეხლა ეს საუბარი იქეთკენ მიმყავს, რომ აი არ გეგონოთ, რომ გადავუხვიე, კვლავ ცეცხლთან დავბრუნდებით ჩვენ, საიდან ითვლება ეს, როგორც კი მივხვდებით, მაშინვე გამოვიტანთ ამ დასკვნას. ჩვენ ვნახულობთ, რომ ჯვარზე, როდესაც აღესრულა მაცხოვარი, არაბუნებრივი მოვლენა მოხდა.
მზის დაბნელებას ვეძახით თანამედროვე სამყაროში ამას, თუმცა კი ეს არ იყო მზის დაბნელება იმ სახით, როგორცაც ჩვენ ეხლა ესე ვაკვირდებით, რომ რაღაცა ჩამოეფარება დედამიწასა და მზეს შორის, რაღაც ჩადგება რომელიღაც პლანეტა და თქვათ რაღაცა შუქი შეიძლება კარგად არ გვი. არა, ეს იყო სრული დაბნელება, ისე როგორც დაღამე მთელ სამყაროში დაღამდა შეიძლება ესე ითქვას, ეს გაგრძელდა რამდენიმე საათი, ნუ 3 საათზე მეტი. ამიტომაც ესეც ღამეთ ჩაითვალა, ერთ ღამეთ ეს ჩაითვალა. შესაბამისად, თუ ერთი ღამე ეს არის და კვლავ გათენდა, ერთი დღე-ღამე უკვე ემატება ამას. აი რა ემატება, თქვათ ამ ცეცხლთან მიმართებაში, თქვათ რა სიმბოლო გვაქვს ჩვენ შაბათს. ჩვენ უყურებთ, რომ ისეთი ნათება იყო, როდესაც ქრისტე აღდგა, შაბათი რომ დაღამდა. ანუ ეხლა გვაქვს ჩვენ სწორედ ეს პერიოდი, რომ შაბათის მწუხრი, ანუ კვირის დასაწყისი, ახალი დღე იწყება და ისეთი ნათება იყო რომ აიქ სახარებაშია პირდაპირ აღწერილი რომ მცველებიო ძირს ეყარნენო გონება დაკარგესო ამ ნათებას ვერ გაუძლესო და ეს ნათება გახდათ სწორედ ეს ცეცხლი ეს ახთო ცეცხლი რომელიც ზეციდან გარდამოვიდა ამიტომაც დღეების მიხედვით ამის მიხედვით ამ მათემატიკურად ასე თუ დავთვლით გამოდის რომ ეს ნათებაც ერთ დღედ ჩაითვალა ის დაღამება ღამეთ ჩაითვალა გამოდის რომ 3 ღამე და 3 დღეა ის საფლავად და შესაბამისად ეს ნათება არაბუნებრივი ნათება, იმიტომ რომ წესით ბუნებრივი წესით და ათვლით არ უნდა გათენებულიყო ამ დროს, მაგრამ უჩვეულო სინათლე მოვიდა და ეს გახლავთ სწორედ ეს ცეცხლი, რომელიც ცეცხლსაც ყოველწლიურად ამის შემდგომ ელოდება კაცობრიობა აღდგომის დღესასწაულის დადგომამდე, აი ამ სინათლეს, აი ამ ნათელს ელოდება. ეხლა როგორ ხდება ეს ამ მსახურებაში, თუ თქვენ რაიმე შეკითხვებთ მოგისმენთ თუ არა და გავაგრძელებთ. პირველ რიგში დიდი მადლობა რომ ესე დეტალურად მიმოიხილეთ, ასე თქვა, მიმოიხილეთ უბრალოდ უშუალოდ ისტორია და საიდან იღებს სათავეს ეს სასწაული. ახლა უშუალოდ მინდა კითხოთ კონკრეტულად იმაზე, რასაც ყოველწლიურად ვხედავთ იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, გულისხმობ მაგალითად რა გზას გადის იერუსალიმის პატრიარქი იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოიტანოს წმინდა ცეცხლი და გაავრცელოს ტაძარში. უფრო დეტალურად თუ შეგვიძლია რომ შევიდეთ ამ საკითხში. კი რა თქმა უნდა ჩვენ აქაც მივადევნებთ თვალს იმედია გვექნება ამისი საშუალება რომ ტელეეთერით თან მოუთხროთ და თან ვუყურებდეთ კიდეც ესე იგი რა გზასაც გაივლის თავისი რეზიდენციიდან აი ეს ტაძარი სადაც აქ რომ ორი სიტყვით რომ აღწეროთ როგორ არის ეს გახლავთ დიდი ტაძარი რომელ დიდ ტაძარშიც კიდევ პატარა ტაძარია შიგნით აშენებული ეხლა ესე ძალიან უხეშად ყვები ამას მაგრამ წარმოდგენა რომ შეექმნა ჩვენს საზოგადოებას სვეტიცხოველი შეგვიძლია დაუსახელოთ ამის მაგალითად ვინ სვეტიცხოველში ნამყოფია და მე დიდი იმედი მაქვს რომ ყველა ქართველი ნამყოფია ის ჩვენი დედა ეკლესია რომ შევდივართ სვეტიცხოვლის ცენტრალური შესასვლელიდან მარცხენა მხარეს თუ გაიხედავთ დაინახავთ რომ თვითონ სვეტიცხოველში პატარა ტაძარია კიდე ერთი აშენებული მარცხენა მხარეს ძალიან პატარა მყუდრო ცალკე შესასვლელით და იმ ტაძარში სხვათა შორის მსახურებები აღევლინება ხოლმე. სწორედ ესე რომ წარმოიდგინოთ, აი ამ დიდ ტაძარში არის კიდევ პატარა ტაძარი. სინამდვილეში ეს პატარა ტაძარი გახლავთ მაცხოვრის საფლავი. სადაც ის იყო დადებული აღდგომამდე. სწორედ აქ ეს ამ ადგილას მოხდა ხარება ანგელოზების მიერ. ეხლა უფრო დეტალურად რომ ვთქვათ, ეს პატარა ტაძარი ორ ნაწილად არის გაყოფილი. პირველი შესასვლელი გახლავთ პატარა ტრაპეზი მოწყობილი, სადაც წირვას აღავლენს ხოლმე იერუსალიმის პატრიარქი და მეორე შიდა შესასვლელი გახლავთ კიდევ ამ პატარა ნაწილიდან კიდე ერთ შიდა სიღრმე შესასვლელში შევდივართ, სადაც უშუალოდ გახლავთ ქვის ესეთი დიდი ფილა გაკეთებული, რომელზედაც იყო მდებარე მაცხოვარი აღდგომამდე, სადაც ის იყო დასვენებული. ეს არის ის ადგილი, სადაც მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქი შედის, ხომ, ცეცხლის. იცით რა, ამ დღეს მხოლოდ იერუსალიმის პატრიარქი შედის და სხვა დროს ნებისმიერ მომლოცველს ეძლევა საშუალება, რომ შეუშვან დიდხანს არაჩერებენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხალხის ყოველთვის დიდი რიგია, მე მქონდა პატივი რამდენჯერმე ყოფილიყავი იერუსალიმში და ამ რიგისში რო ჩადგები, უბრალოდ უხერხულიც არის რომ დიდხანს გაჩი. ამიტომ შეხვიდე ერთი მეტანია გააკეთო და ემთხვიო აი ამ ადგილს ეს შესაძლებელია და უკან გამოხვიდე. ასე რომ ყველასთვის შესაძლებელია თუ არ არის რაღაცა განსაკუთრებული მსახურება. მაგალითად, როდესაც წირვას აყენებენ აი პირველ ნაწილში, სადაც გითხარით რომ
ტრაპეზია მოწყობილი, მაშინ ბუნებრივია მომლოცველებს ვერ შეუშვებენ. სხვა დროს, როდესაც თავისუფალი აუშვებენ. ის პატარა მცირე ნაწილი, სადაც მოწყობილია ტრაპეზი, წარმოვიდგინოთ, რაც არის ეს გახლავთ ოთხკუთხედი პატარა მაგიდა, ქვის მაგიდა, სადაც წირვას აღასრულებს იერუსალიმის პატრიარქი და საღდგომო წირვაც სწორედ იქ იქნება. ეს გახლავთ ადგილი, სადაც ანგელოზი დახვდა მენელსაცხებლე დედებს. მენელსაცხებლე დედები მოდიან კვირას დილით. ძველ ქართულად ეს ასე ჟღერს, ერთ შაბათსა მას, ერთ შაბათი გახლავთ კვირა დღე. ისინი რატომ ელოდებიან ამას? იმიტომ რომ პარასკევს საღამოს დააბრძანეს საფლავში, ვერ მოასწრეს მისი ესე იგი სხეულის დამუშავება, როგორც მათი ტრადიცია იყო, რომ უნდა აუცილებლად დაემუშავებინათ გარდაცვლილი სხეული და ესე უნდა დაეგრძალათ შეხვეული სუდარებში. ამიტომაც სახელდახელოდ დაასვენეს, როგორც უკვე გითხარით ამის შესახებ, ელოდებიან რომ შაბათს არაფრის გაკეთება არ შეიძლება და ბუნებრივია არც საფლავზე მისვლა არ შეიძლება, როდესაც შაბათი ღამდება კი ახალი დღე იწყება, მაგრამ სიბნელეშიც ბუნებრივია შეუძლებელია მსგავსი რამ გააკეთო, მოგეხსენებათ მაშინ ახლა ესე განათება არ ექნებოდათ და შესაბამისად სანთლის შუქზე ამას ვერ მოახერხებდნენ, ამიტომაც ელოდებიან გათენებას. და როგორც კი ირიჟრაჟებს, როგორც კი გათენდება, მაშინვე მურბიან და ხედავენ აი ამ ადგილას, სადაც ახლა ტრაპეზია, როგორც ჩვენ ამბობთ, ანუ პირველ ნაწილში, როგორც კი შედიან ისინი საფლავის ქვამდეც ვერ მიდიან, ხედავენ ამ პირველივე ნაწილში ანგელოზი, რომელიც მათ ახარებს, რომ მკვდართა თანა რატომ ეძებთ ცოცხალს. აღდგა არ არის აქ. ეუბნება აი ამ სიტყვეს. მენელსაცხებლე დედები შეშინებულები უკან გამორბიან მოციქულებთან, მოციქულებს უყვებიან ამ ამბებს და მოციქულები გარბიან საფლავისკენ. ვინც შიგნით შედის, ეს გახლავთ პეტრე მოციქული. პირველი, ვინც იოანესთან ერთად მიირბენს, იოანე ამ წინა ნაწილში გაჩერდება, თითქოს ვერ ბედავს იქ შესვლას და პეტრეა, რომელიც შეირბენს და ნახავს, რომ მხოლოდ სარიელი სუდარადევს და მაცხოვრის სხეული იქ არ არის. ჩვენ ახლა კითხვა ისე იყო, რომ პატრიარქი როგორ რა მსახურებას გადის, პატრიარქი სწორედ ესე გადის. პეტრეს მსგავსად და იოანეს მსგავსად ის აი ამ პირველ ნაწილში შედის, ამ პირველ ნაწილში მას სასულიერო პირები შეყვებიან ბუნებრივია და აი მეორე ნაწილში, სადაც უკვე საფლავის ქვა გახლავთ, სადაც დასვენებული იყო მაცხოვრის წმინდა სხეული, ამ შემთხვევაში შედის მხოლოდ მის მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელიც განსაკუთრებულ ლოცვებს აღავლენს და ამის შემდგომ გამოაბრძანებს უკვე აი ამ ზეციურ განწმენდილ ცეცხლს, რომელსაც მორწმუნეებს მიაწოდებს და ესე იგი ყველას ექნება საშუალება, რომ ეს ცეცხლი მთელ მსოფლიოში მიდის. მერე მათ შორის ჩვენს გვაქვს პატივი, რომ საქართველოში ჩამოაბრძანონ ჩვენი დელეგაცია, როგორც ვიცი უკვე იერუსალიმში იმყოფება და ჩვენს გვექნება პატივი, რომ კანდლები და შანდლები ავანთოთ და აი ამ ცეცხლით მოკლედ გავითბოთ გულები და შევიცნოთ აღდგომის სიხარული კიდევ უფრო ახლობლად, ვიდრე ეს იქნებოდა ამის გარეშე. სწორედ ეს მინდოდა მეკითხა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ქართული დელეგაციის დამსახურებით, რომ ეს ცეცხლი მოვიდეს ჩვენამდეც, მივიდეს პირველ რიგში ამ შემთხვევაში წელს სიონის საპატრიარქო ტაძარში და შემდეგ გავრცელდეს მთელი საქართველოს მასშტაბით. ანუ ასე ვთქვათ, სიმბოლურად რა შეიძლება განასახიერებდეს ეს? ჩვენ ძალიან ბევრი სახე-სიმბოლო გვაქვს ზოგადად ჩვენს მსახურებაში, მათ შორის უახლოესი დღესასწაულისა, მინდა გითხრათ ბზობას, რასაც ვეძახით ჩვენ, ეს გახლავთ დღესასწაული, რომელსაც საეკლესიო ენაზე ქვია მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში და ბზობა ეს ჩვენი დარქმეულია, თორემ სინამდვილეში იერუსალიმში იმ ისტორიულ სინამდვილეს თუ გადავხედავთ, ბზა საერთოდ არ ყოფილა, იქ იყო პალმის რტოები, რითიც ეგებებოდნენ მაცხოვარს, ასე რომ ეს ჩვენთან არის, რადგანაც ბზა ძვირფასი მცენარეა, მარად მწვანე მცენარეა, ამ ბზით ვეგებებით მაცხოვრის მოსვლას. სიმბოლოებზე დავიწყე საუბარი და ამიტომაც ვახსენებ ბზა და აუცილებლად დაუბრუნდები ცეცხლის საკითხს. ბზა გახლავთ სიმბოლო იმისა, რომ მაცხოვარი რომელიც მობრძანდება, მას სამეფო პატივით ხვდებიან. ეს რომ პალმის რტოებს უფენენ და საკუთარ ტანსაცმელებს უფენდნენ, ასე ხვდებოდნენ ძალიან საპატივცემულო მეფეებს. მეფემ, რომელმაც ძალიან დიდი ომი მოიგო, ძალიან დიდი ბრძოლა მოიგო, მეფემ, რომელმაც რაღაცა სასწაული აღასრულა ამ ქვეყნისთვის, სასწაული არ გულისხმობ რაღაცა ზეციურ სასწაულს, არამედ სასწაულში გულისხმობ, რომ შეიძლება ქვეყანა გააერთიანა, რაღაცა დიდი სიკეთე ექნა, რაღაცა დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა,
რაღაც დამოუკიდებლობა აღუდგინა ქვეყანას და განსაკუთრებული პატივით ხვდებოდნენ მას. სწორედ ესე სიმღერით, პალმის რტოებითა და ტანსაცმელის დაფენით. მაგრამ რატომ ხვდებოდა ბზობას ხალხი ესე? პირდაპირ წერია მისი მიზეზი სახარებაში, რომ რადგანაც იხილეს წინა დღეს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომა. 4 დღის მკვდარი საფლავად დადებული კაცი აღადგინა, რომელსაც ერქვა სახელად ლაზარე, აღადგინა მაცხოვარმა მკვდრეთით და ბუნებრივია ისინი ეგებებიან აი ამ სიკვდილზე გამარჯვებას. თუმცა კი საზოგადოების უმრავლესი ნაწილი, რომლებიც ამ ბზით ხვდებოდა მაცხოვარს, ძალიან მალე დაახლოებით 4-5 დღის შემდგომ იგივე საზოგადოება ყვირის, რომ ჯვარსაცვი ეგე. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს საზოგადოება, ვინც პალმის რტოებით ხვდებოდა მას, ვერ გაამართლა მაცხოვარმა მათი მოლოდინი. შეიძლება ნამდვილად ასე ვთქვათ, არ შევწყვება ამ სიტყვის. რა მოლოდინი ვერ გაამართლა? მათ უნდოდათ მეფე. ოღონდ როგორი მეფე უნდოდათ? იცით, მიწიერი მეფე უნდოდათ. მეფე, რომელმაც მკვდარი აღადგინა. კიდევ იყო ერთი შემთხვევა, როდესაც გადაწყვიტეს, რომ ის მეფედ ეკურთხებინა და ეს იყო, როდესაც 5 პურით 5000 კაცი გაძღა. აი მაშინაც უნდოდათ მისი მეფობა და უნდოდათ იმიტომ, რომ პირდაპირ ამბობს ამას მაცხოვარი სახარებაში, რომ გაძეხით და ამიტომ გინდათ ეხლა ჩემი გამეფება, იმიტომ რომ მარტივია ეხლა თუ კი იცი, რომ 5 პურით შეუძლია 5000 კაცის გაძღება, უკეთეს მეფეს რა სინატრებ, თუ ამ ქვეყნიურზეა მთელი შენი ფიქრი და გონება. თუ ზეციურს არ წვდება, თუ ზეციურზე არ ფიქრობს ადამიანი, ამ შემთხვევაში მას სჭირდება ამ ქვეყნიური მეფე, რომელიც მოუტანს კეთილდღეობას, იმით რომ პური არასდროს არ მოაკლდება, არ მოშიუდება, ამაზე საზრუნავი აღარ იქნება და მეორე შეიძლება აქ უკვდავი გახადოს კიდეც, მაგრამ არ ფიქრობს, რომ უკვდავება აქ ამ ქვეყნად აწყობს თუ არ აწყობს ადამიანს. არ უნდა აწყობდეს წესით, სადაც არ მთავრდება ჭირი, ურვა, განსაცდელი. როგორ შეიძლება გაწყობდეს აქ უკვდავება და არ ფიქრობდე იმ უკვდავებაზე, იმ ზეციურკვდავებაზე, იმ ზეციურ სიცოცხლეზე, რომელიც სამარაჯამოა და რომელიც სამარაჯამო ბედნიერებაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოება, რომელიც ელოდება ამ ქვეყნიურ მეფეს, მათ მოლოდინს ვერ ამართლებს ქრისტე, იმიტომ რომ თვითონაც ჯვარზე კვდება. ამართლებს იმათ მოლოდინს, ვინც ზეციურ მეუფეს ელოდებიან. ამიტომაც ეს ბზა გახლავთ სწორედ ამის სიმბოლო, რომ როდესაც ჩვენ ამ ბზით ვეგებებით ბზობის დღესასწაულს, მაცხოვრის დიდებით შესვლას ვეგებებით იერუსალიმში, აი კარგად უნდა ვაანალიზებდეთ ამ შემთხვევაში. ზუსტად უნდა გვესმოდეს, როდესაც მივალთ ყოველ დილით ხატებთან პირჯვრის გადასაწერად და ლოცვის წარმოსათქმელად, რომ ამ ბზამ შემახსენოს, რომ ჩემი მოლოდინი გაამართლა თუ არ გაამართლა ქრისტემ. მე ვისველოდები ამ ქვეყნიურ მეფეს თუ ზეციურ მეუფეს, რომელმაც მე ზეციური ბედნიერება უნდა მომანიჭოს და მომავალში იქნება ეს და არა აქ და ამ ქვეყნიურ რაღაცა კეთილდღეობის მოწყობაზე არ ვლაპარაკობ. გაგვახსენოს სულიერი საზრდო ალბათ. დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თუ კი ახლა ამ ქვეყნიურ რაღაცა სიკეთეზე და ბედნიერებაზე კი არ ვამბობთ, რომ არ შეიძლება და არ შეიძლება ადამიანს კონდეს. თუ კი არის საშუალება კონდეს აქაც ამ ქვეყნადაც, ამაში დანაშაული არაფერი არ არის, უბრალოდ ამაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს და ამისკენ არ უნდა იყოს მისი გონება გადაგებული, რომ აი ეს არის ყველაფერი და ამის იქით აღარაფერი აღარ არსებობს. აი ამას გვთავაზობს თქვათ ჩვენ ბზა. სულ ახლახან ერთი კვირის წინ აღვლენილი დღესასწაული, რომელიც ყველა მართლმადიდებელმა ერთად ვიზეიმეთ. ასეთივე გახლავთ თქვათ სიმბოლო იმისა, რომ ეს ცეცხლი, რომელიც იკურთხა ზეციდან და რომელიც იერუსალიმიდან თქვათ საქართველოში ჩამოვიდა, ჩემთვის უნდა იყოს იმ სინათლის სიმბოლო, იმ უხილავი, უქმნელი სინათლის სიმბოლო, რომელიც არის ღმერთის თვისება ერთ-ერთი. აი როგორ შეიძლება ეს იცით შევადაროთ, რომ აი თაბორის მთაზე ხედავენ ესეთი გამოცხადება აქვს სამი მოციქული ახლავს თან მაცხოვარს, ეს არის პეტრე, იოანე და იაკობი და ისინი ხედავენ უხილავ უქმნელ ნათელს. ანუ ტროპარში ესე წერია, რომ რამდენიც მათ დატევნა შეეძლოთ, იმდენი დაინახეს მათ მაცხოვრის სინათლე. ანუ ადამიანურ ძალას რამდენიც შეეძლო დაეტია, იმ ხელაზე განუცხადდა მათ ეს ღვთაებრივი ნათელი. ასე რომ ამ ნათლის გამახსენებელი უნდა იყოს ჩვენთვის სწორედ ეს ცეცხლი, რომელიც იქედან მოდის, იმიტომ რომ ეს გახლავთ ის ზეციურ კურთხეული ცეცხლი, რომელიც უნდა მახსენებდეს მე
იმ საღვთო ნათელს, რომელში გაბრწყინებაც უნდა მინდოდეს. მე და ველოდებოდე არა ამ ქვეყნიურ სინათლეს, არა ამ ქვეყნიურ რაღაცა მეფობას, არამედ იმ ზეციურ უქმნელ სინათლეს, რომელიც საღვთო ბუნებისაა და რომელიც გარდამქმნის მე და მომიწევდეს აი ამ განხრტობისაკენ. ცეცხლის გარდამოსვლა თქვენს ახსენეთ და მეც განმეორდები, რომ ყოველთვის სინათლის და იმედის სიმბოლოა და რაღაც იმედიანად ვიწყებთ, ასე ვთქვათ, მორწმუნეები, მართლმადიდებლები აღდგომას, იმიტომ რომ ვიცით წინა დღეს გადმოვიდა მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი, ხო? ამ შემთხვევაში წელს რაც ხდება ახლა ახლო აღმოსავლეთში, რეგიონში ზოგადად, ამ ფონზე შეიძლება ითქვას თუ არა, რომ ამ ღვთისმსახურებას კიდევ უფრო დამატებითი, ასე ვთქვათ, ღირებულება გააჩნია. ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე დღის წინ საერთოდ გადაწყვეტილი იყო, რომ ვერავინ ვერ დაესწრებოდა და შესაძლოა, როგორც COVID-19-ის დროს ნახეთ, ღვთისმსახურება ასე ჩატარებულიყო, თუმცა ფაქტია, რომ დღეს მომლოცველები იმყოფებიან ტაძარში. რამდენად აქვს მნიშვნელობა ამ კონტექსტში ამ ღვთისმსახურებას დღეს? რა თქმა უნდა, პოლიტიკურ შეფასებებს ახლა ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მე ვერ გავაკეთებ ყოველ შემთხვევაში სულიერ ნაწილს კი შეკინე, ნამდვილად და ჩემთვის ცნობილია, მე გამიკვირდა კიდეც, როდესაც თქვენი ეთერის საშუალებით დავინახე, რომ ამდენი ხალხი დგას ტაძარში, ძალიან გაკვირვებული დავრჩი, იმიტომ რომ საერთოდ საშიშროება იყო, რომ თითქოს პატრიარქი რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად უნდა შესულიყო, რადგანაც თითქოს არ მისცემდა მას ხელისუფლება ამის უფლებას, რომ ტაძარში წლევანდელ წელს აღდგომო ეს მსახურება საერთოდ აღესრულებინათ და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი თავგანწირვაა, ძალიან დიდი რისკის ქვეშ აყენებდა პატრიარქი საკუთარ თავს და მასთან მყოფი გარემოცვა, რომლებიც აპირებდნენ ამ ღვთისმსახურებას, იმიტომ რომ იყო რაღაცა მუქარები, როგორც ჩემთვის არის ეს ამბავი ცნობილი, იყო რაღაცა მუქარები, რომ ამ დროს შეიძლებოდა დაწყებულიყო რაღაცა ცეცხლის წვიმა, გულისხმობ საომარი მოქმედება და შესაბამისად ამ შიშის მიუხედავად პატრიარქმა თეოფილე მესამემ, რომელიც გახლავთ იერუსალიმის პატრიარქი, გამოაცხადა, რომ მსახურება ყველა შემთხვევაში შედგება. მე სხვათა შორის გამახსენდა კიდეც წელს ჩვენი პირველი წელია ჩვენი მწუხარებისა, რომ აი 49 წლის განმავლობაში ჩვენი პატრიარქი ეგებებოდა ყოველთვის ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და ცეცხლი, რომელიც იერუსალიმიდან ჩამოდიოდა, პირველი ის გვილოცავდა, აი ამ ცეცხლით ანთებული სანთლებით გადაგვსახავდა ხოლმე ჯვარს და წელს პირველი წელია, რომ ჩვენ მის გარეშე გვიწევს, ნუ ხორციელად მის გარეშე, თორემ დარწმუნებული ვარ, რომ მისი სულიერი ლოცვა არ მოგვაკლდება ზეციური სამეფოდან და შეგვეციოს მისი ლოცვა. ამინ. ამიტომაც ნამდვილად გამახსენდა COVID-19, რომელიც თქვენ ახსენეთ, მაშინ იყო ამის საშიშროება, რომ მსახურებები არ უნდა ჩატარებულიყო და პატრიარქმა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან თამამი განცხადება გააკეთა და ნაბიჯიც გადადგა. თუ გახსოვთ, მართლაც აღდგომის დღესასწაულის სრული მსახურება, სრული მსახურება ჩატარდა, საზოგადოება ესწრებოდა ამას, საზოგადოება მოვიდა, დადგნენ კი, იცავდნენ რაღაცა გარკვეულ დისტანციებს, რაც დაუწეს ამათ თქვათ იქ რომ უნდა ყოფილიყო რაღაცა დაცული, მაგრამ მიუხედავად ამისა აღდგომას ჩვენ არ გქონია შემთხვევა, რომ ვინმე დაავადდა, რაღაცა გადაიდო ან ცუდად გახდა. მე თქვათ კოვიდის შემთხვევები, რომელიც დაფიქსირდა საქართველოშიც და ბევრი იყო და ხშირი იყო, ეს ნამდვილად არ უკავშირდებოდა აღდგომას და აღდგომის დღესასწაულიდან არავის არ წამოუღია ეს დაავადება და ძალიან დიდი გამბედაობა სჭირდებოდა ამას, მაგრამ ეს გამბედაობა გაქვს მაშინ, როდესაც გაქვს სარწმუნოება. სარწმუნოების გარეშე გამბედაობა შეუძლებელია. და მეცაც გეტყვით, სარწმუნოების გარეშე ეს გამბედაობა შეიძლება ხანდახან უაზრო ქმედებათაც გადაიქცეს და ადამიანმა რაღაცა გაუაზრებელი ნაბიჯებიც გადადგას, მაგრამ როდესაც სარწმუნოებასთან ერთად არის გამბედაობა, ბუნებრივია ღმერთის მხარდაჭერა მორწმუნე ადამიანთან არის და როგორც ცნობილი სიტყვებია, თუ კი ღმერთი ჩვენსკენ არის, მაშინ ვინც გინდა იყოს ჩვენს წინააღმდეგ, როგორ დაუდგებოდა მას კოვიდიდან, რომელიმე ამ ქვეყნიური ომი როგორ დაუდგება, ამიტომაც აქვთ მათ სარწმუნოება, აქვს პატრიარქს სარწმუნოება, რომელიც სარწმუნოებითაც მას აქვს მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ წელს ეს მსახურება ჩატარდეს, თუმცა კი მე გამაკვირვა მაინც ხალხის სიმრავლემ
მორწმუნე საზოგადოების სიმრავლემ, რომლებიც მოსულე არიან ტაძარში მიუხედავად დიდი რისკისა, რომ და მიუხედავად დიდი კონტროლისა, რომ დიახ, კონტროლისა და დიდი რისკისა, იმიტომ რომ ყველა თითოეული ადამიანი რისკის ქვეშია. მე მათ შორის ნაცნობ სახეებს ვხედავ, თქვათ სომეხთა სასულიერო პირები არიან, დავინახე რუსი სასულიერო პირები, წეღან აჩვენებდნენ მიტროპოლიტი თეოგნოსტი გახლავთ იქ, რომელიც იყო წლების განმავლობაში ზაგორსკში სასულიერო სემინარი აკადემიის რექტორი, რომელიც აქვს დამთავრებული სხვათა შორის ჩვენს პატრიარქს, ახლა კადრში ჩანს მარჯვენა მხარეს თეთრი ჭაღარა ადამიანი, ეს გახლავთ მეუფე თეოგნოსტი, აქეთაც შევნიშნე წეღან ნაცნობი სასულიერო პირები. ესე იგი დელეგაციების სხვადასხვა ქვეყნა ამის თქმა მინდა რომ ესე იგი მოახერხეთ უკრაინელების დავინახე, აი რუსების დავინახე, ესე იგი მოახერხეს რომ არიან მაინც ჩასულები და ტაძარში შეღწევაც მოახერხეს. იმედია დავინახავთ ჩვენს დელეგაციასაც, თუკი მიეცემათ ამისი საშუალება, ძალიან ბედნიერები იქნებიან ისინიც. მამა კახაბერი, ცეცხლის გარდამოსვლის ნაწილს ისევ დაუბრუნდებით, მას შემდეგ რაც უკვე ტაძარში გამოჩნდება იერუსალიმის პატრიარქი, მანამდე კი კითხავთ ხვალინდელ დღეზე. აღდგომა, წინვალი აღდგომა, რომელიც ქრისტიანებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული. მის არსზე რო ვისაუბროთ, ზოგადად რას გვასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ქრისტეს აღდგომა? აღდგომა შეიძლება ესე ითქვას, რომ ეს გახლავთ საფუძველთა საფუძველი ზოგადად იმისა, რომ ადამიანი საერთოდ იღიმოდეს ამ ქვეყნად, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ერთხელ ერთმა სასულიერო პირმა თქვა და მე ძალიან დამაფიქრა ამან, რომ მე რომ ვამტკიცებო, რომ ვთქვათ, ღმერთი არსებობსო და ბუნებრივი სიხარულიც მაქვსო აქედან გამომდინარე, ან თუნდაც ვამტკიცებ იმას, რომ აღდგომა მოხდა და ერთმანეთს ვულოცავთ, რომ ქრისტე აღდგა და პასუხი გვაქვს, რომ ჭეშმარიტად აღდგა და სიხარული ახლავს სათან ამას ყოველივეს. ამის საფუძველზე შინაგანი სიხარული მაქვს, იმიტომ რომ ჯერ ადამ წამს ამისიო, მაგრამ ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არსებობს, აი მაგალითად ამბობს, რომ მე ათეისტი ვარ და ამას დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არსებობს, მას რა უხარიაო? რა შეიძლება გქონდეს გასახარებელი? აი ის რომ თქვათ რაღაცა დრო დადგება და მოკვდები და შენგან აღარაფერი აღარ დარჩება ხა რომ არ მოკვდე ეს ხომ არ არსებობს იმიტომ რომ მაშინ რისთვის ცხოვრობ? ხო, იმიტომ რომ აქ დარჩენილი ვინ გინახავთ არ ასეთი არ არსებობს ხო რაღაცა კაცობრიობის ისტორიაში რომ ვინმე ესე იგი ცოცხლობს და არ კვდება ასეთი არ ვიცით. ადრე თუ გვიან ყველა გადის ამ ქვეყნიდან და ერთმა ყველა დიდხანს აცოცხლოს ბუნებრივია. შესაბამისად, რა უხარია იმ ათეისტსო და მართლაც დავფიქრდი მე ნეტა რა უხარია მართლა რომ იმას რომ ამტკიცებს რაღაცას რომ თქვათ არ არსებობს. კი, ასე შეჯერა და მე შეიძლება პატივისცემას გამოვხატავდე შეჯერა ადამიანს და რაღაცა არ უზალადობ მის აი ამ დაჯერებაზე, მაგრამ აი საფუძველი რა აქვს სიხარულისა და საფუძველი ჩემი სიხარულისა გახლავთ სწორედ აღდგომის დღესასწაული. ეს იმას ნიშნავს რომ თუ ქრისტე აღდგა ესე იგი ჩვენც აღდგებით. თუ ქრისტე აღდგა და ესე იგი სასუფეველის კარი გააღო, ესე იგი ეს სასუფეველის კარი ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ჯერა და სწამს ქრისტესი. ამას ყველაფერს მე სახარებაში ვკითხულობ და სახარება ჩემთვის წმინდა წიგნია. ვისაც ჯერა და გვწამს ამისა, ნამდვილად გვაქვს სიხარულის საფუძველიც და ნამდვილად გვაქვს ცხოვრების აზრი, შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ თუ კი იმის მტკიცებას დაიწყებს ადამიანი რომ ღმერთი არ არსებობს და ესე იგი არაფერი ეს რაღაცა მხოლოდ ბიოლოგიური პროცესებია, იბადებიან და კვდებიან ადამიანები და მათგან აღარაფერი აღარ რჩება, მაშინ რამ შეიძლება გაგახაროს ამ ქვეყნად, ან რა აზრი აქვს საერთოდ მაშინ ცხოვრებას, თუ კი იცი რომ აღარაფერი აღარ დარჩება, ესე იგი რაღაცები მოსასწრები ქონია აქ, რაღაცა სიამოვნებებს თუ მიიღებ და ასე არ ფიქრობს მორწმუნე, ასე არ ფიქრობს ადამიანი, ვისაც ჯერა რომ ქრისტე აღდგა მკვდრეთით. და ეს აღდგომა გახლავთ სწორედ საფუძველი ჩვენი ცხოვრების ჩვენი სიხარულისა, ჩვენი მომავალი ცხოვრებისაც, იმიტომ რომ ხვალინდელ დღეს მე რომ ვეგებები, ეს არ არის მხოლოდ ხვალინდელი აღდგომის დღესასწაული. ეს გახლავთ მთელი ჩემი ცხოვრების აღდგომა შეიძლება ესე ითქვას, რომელიც აი ესე თან ზდევს ჩემს სიხარულსა თუ მწუხარებას, განსაცდელსა თუ ბედნიერებას, ნებისმიერ ჩემ მდგომარეობას, იმიტომ რომ მტკივა თუ მილხინს თუ რაღაცა განსაცდელში ვარ, მნიშვნელობა არ აქვს, აღდგომა მანუგეშებს მე, რომ აუცილებლად შეიცვლება ყველაფერი და აღდგება ყველა გარდაცვლილი ოღონდ რისთვის აღდგება ამას გააჩნია. ყველა მართალი ცხონებისთვის და ყველა არამართალი არაცხონებისთვის, არასიცოცხლისთვის, არასიხარულისთვის, რისგანაც დაიფაროს ყველა ადამიანი ღმერთმა.
როგორ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რადგან ახლა თქვენი საუბრეთ, ეს საკმაოდ რთული პროცესია. მე არ გულისხმობ მხოლოდ რწმენას, რომელიც შეიძლება ბევრ ადამიანს აქვს, მაგრამ ერთია რწმენა, მეორეა უშუალოდ ღვთის გზაზე სიარული, ცხონება, რაც თქვენ ახსენეთ, როგორ ვემზადებით უშუალოდ ამისთვის, განსაკუთრებით აღდგომის წინა პერიოდში, როდესაც ესეთი დიდი დღესასწაული მოდის, რომელსაც წინ უსწრებს ვნების კვირა, ყველაზე მძიმე კვირა, ხო? დიახ, მაპატიეთ ცოტა კადრებს მიიტაცა ჩემი თვალი, იმიტომ რომ დელეგაცია მოდის და მე ვფიქრობ, რომ ალბათ უკვე პატრიარქი ემზადება. სავარაუდოდ. პატრიარქი ემზადება უკვე ტაძარში წამოსასვლელად, რადგანაც მის რეზიდენციასთან იყო წეღან რაღაცა კადრი აღებული. ნუ ჩვენ აქამდე შეგვიძლია ვთქვათ ამის შესახებ, ეს უხუცესი მიტროპოლიტი გახლავთ. შეგვიძლია ამ თემას დაუბრუნდეთ, ახლა თქვენც ახსენეთ და მეც ვიტყვი, რომ სავარაუდოდ სულ ცოტა ხანში გამოჩნდება იერუსალიმის პატრიარქი ქრისტეს აღდგომის ტაძარში, როგორც ვახსენეთ, ის შევა ტაძარში შეხვდება მღვდელმთავრებს, ხომ? და უკვე ამის შემდეგ დაიწყება უშუალოდ ღვთისმსახურება, საბოლოოდ ის გადაინაცვლება როგორც ესე იგი სწორად თქვით. კულუკლიაში გამოჩნდა. დიახ, გამოჩნდა. ეს გახლავთ იერუსალიმის პატრიარქი თეოფილე მესამე. წინ მოუძღვის ერთი ეპისკოპოსი, ირგვლივ მისი სასულიერო პირები, არქიმანდრიტები, მისი საპატრიარქოსი. დაცვასთან ერთად მოდიან და შემოდიან ცენტრალურ ტაძარში. ამის შემდეგ რა ხდება? კიდევ ერთხელ რომ განვუმარტოთ ალბათ მაყურებელს, კარგი იქნება. დიახ, განვუმარტოთ და აუცილებლად დაუბრუნდეთ იმ თემას, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო კითხვა დასვით, აქტუალური, რომელზედაც ვფიქრობ, რომ პასუხი აუცილებლად უნდა ვთქვათ. ეხლა იქნება პატრიარქის დახვედრა, ეს გახლავთ ესეთი მსახურების წესი, რომ უმაღლეს იერარქს ეხვდებიან გალობით, მოხდება მისი სრული შემოსვა. ამ შემოსვის შემდგომ იქნება ლიტანიობა კულუკლიის გარშემო, არა ტაძრის გარშემო, არამედ შიდა მდებარე პატარა ტაძრის გარშემო, რასაც ჩვენ კულუკლიას, ანუ საფლავის ადგილს უწოდებთ, კულუკლიას. ამ გარშემოვლის, ესე იგი, ლიტანიობის შემდგომ პატრიარქი შედის უკვე შიდა აი ამ როგორც გითხარით, სამლოცველოში, სადაც იყო დაბრძანებული მაცხოვრის უხსნელი გვამი. და იქ აღესრულება ეს მისი განსაკუთრებული ლოცვები, რომელიც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ ის თავის კათედრისკენ მიემართება, სადაც მას შემოსავენ სრული შესამოსლით. კარგით, ჩვენ სამხი მთავარ ეპისკოპოსიც შეყვება, ხო, როგორც ვიცით და პირველ ნაწილში, სადაც უკვე მოგახსენეთ, იქ შეყვებიან მას რამდენიმე სასულიერო პირები იქნებიან არამართლმადიდებლებიც მათ შორის. იმიტომ რომ იქ ყველას თავისი ადგილი აქვს. ეს რაღაცა ესე არის განაწილებული, რომ ყველას აქვს თავისი ადგილი. მათ შორის სომხებს, მათ შორის კოპტებს, მათ შორის კათოლიკეებს და უშუალოდ ამ დღესასწაულზე, ვისაც უკვე აღდგომის დღესასწაული აღნიშნული აქვს, მათ შორის კათოლიკეებს, ისინი მიუხედავად ამისა, მაინც ესწრებიან ხოლმე დღევანდელ დღეს. თუმცა კი რაღაცა თვითონ შეიძლება აღარ კონდეთ ესეთი მსახურება, ეხლა რასაც ჩვენ ხედავთ, როგორც ვთქვათ, მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს, მაგრამ მაინც ისინი იმყოფებიან ხოლმე აქ ადგილზე არიან და თუ დავინახავ კადრში აუცილებლად გეტყვით სად დგანან და რომელ მხარეს. აი გარშემოვლა როცა იქნება, თუ კადრები გაყვება, მაშინ კარგად გამოჩნდება, იმიტომ რომ ისინი დგანან ხოლმე კარგი, სულიერი სამზადისის ნაწილს დაუბრუნდეთ, მაშინ დიდმარხვა უძღვის აღდგომის დღესასწაულს ხომ წინ. ზოგადად როგორ უნდა მოვემზადოთ და რა არის მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით? ეს ხომ არ არის უბრალოდ დღე, რომელსაც აღნიშნავთ პასკებითა და კვერცხით იმ სიმბოლოებით, რომელიც ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. რა თქმა უნდა, თქვენ რწმენის შესახებ მკითხეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ, რომ ჩვენ საზოგადოებას ძალიან ხშირად ეს ეშლება, რა არის რწმენა. რა არის ნამდვილი ჭეშმარიტი რწმენა და რწმენა, რომლის შესახებაც თვითონ საუბრობს ხოლმე ხშირად ადამიანი და სახელს რას არქმევს ამას. როგორ არის ეს წმინდა წერილში განმარტებული პირველ რიგში ამის შესახებ ვთქვათ? რწმენა არის დაჯერება უხილავისა. ეს გახლავთ პავლე მოციქულის მიერ ნათქვამი სიტყვები.
რომ დაჯერება უხილავისა, ამას შეიძლება ეწოდოს რწმენა. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დავკონკრეტდეთ. ის რომ მწამს ღმერთის არსებობა, ეს შეიძლება არაფერს არ ცვლიდეს ჩემს ცხოვრებაში. მწამს და მჯერა თუ არა იმას, რასაც მეუბნება მე ღმერთი. ამიტომაც განსხვავება ამ ორ მორწმუნეს შორის იცით რა არის? რომ მე რომ მწამს ღმერთის არსებობა, მაშინ შეიძლება ჩემთვის აღდგომა მხოლოდ პასკადაკვერცხი იყოს. მაგრამ თუ ჩემთვის არის დაჯერება იმისა, რასაც მე ღმერთი მეუბნება, მაშინ ჩემი სულიერი სამყაროს ცვალებადობას იწვევს ეს ყველაფერს, იმიტომ რომ ასე სწამს ეშმაკსაც. რომ ღმერთი არსებობს, მას ამაში ეჭვი არ არეპარება ჩვენგან განსხვავებით, იმიტომ რომ ჩვენში რაღაც ეს ზრახვები ხანდახან მაინც შემოდის და შეიძლება ამ სარწმუნოების საკითხი ხანდახან ესე იყოს რაღაცა მეტნაკლებობა ჩვენში სარწმუნოების ხან მეტობით და ხან ნაკლებობით ადამიანი გამოვირჩევით, იმიტომ რომ მერყევია ჩვენი ეს ბუნება და რაღაცა ცვალებადი და ხო რაღაცა თითქოს მიხვდები რომ თითქოს დაიცლები ამ სარწმუნოებისგან და აღარაფერი რჩება შენში საინტერესო და ამიტომაც თუ კი ვიტყვით რომ მწამს რომ ღმერთი არსებობს, ასე წამს ეშმაკსაც, მაგრამ არაფერი არ იცვლება. აი მწამს თუ არა იმის, რასაც ის მეუბნება. მაგალითად, მცნება, რომელიც მან დამიდო, ვასრულებ თუ არა ამ მცნებას. აი ამ სარწმუნოებაზე არის ლაპარაკი, როგორ ვეგებები მე ამ აღდგომას აქედან გამომდინარე. იმიტომ რომ მაგალითად მისი მცნება არის რომ მარხვაშიც ძალიან ხშირად აი რა შეიძლება იცვლებოდეს ჩვენს ცხოვრებაში და ცვლით მხოლოდ გასტრონომიას. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ რა თქმა უნდა მარხვისა და შეიძლება რომ ადამიანმა მართლაც შეცვალოს თავის ცხოვრებაში გასტრონომია და ამითი რაღაცნაირად მიემსგავსოს თუნდაც თავის პირველყოფილ მშობლებს ევას და ადამს, როდესაც ისინი სამოთხეში იყვნენ, მხოლოდ ბალახეულს ჭამდნენ და ესეც ერთგვარი მოღვაწეობაა, თუმცა კი უმთავრესი დაავიწყდეს და არ შეცვალოს უმთავრესი. მაგალითად არ მოეშვას ლანძღვაგინებას, არ მოეშვას განკითხვას, არ მოეშვას ესე იგი ამაოდ ლაპარაკს და ზედმეტ ხუმრობა მასხარაობას, რომელიც მარხვაში მაინც რაღაცნაირად უნდა აღკვეთოს ადამიანმა თავის ცხოვრებაში. არ მოეშვას ბილდსიტყვაობას, რომელიც შეიძლება გამჯდარი არის ეს ემაში და არანაირად არ ებრძოლოს მანკიერ მხარეებს თავის თავში. ის რომ ვიღაცას გულს ატკენ რა უფრო დიდი ცოდვაა ის რომ ვიღაცას გული ატკინე თუ ის რომ თქვათ სახსნილო საჭმელი შემოგეპარა რაღაცა და თქვათ შეიძლება შეჭამე რძის ნაწარმი იყო თუ ხორცი. ამიტომ კარგად უნდა ვაანალიზებდეთ ჩვენ ყოველივე ამას რომ რა სითხოვს ღმერთი ჩვენგან, ეს გახლავთ სარწმუნოება და არა ის რომ აღიარება მე მწამს რომ ღმერთი არსებობს. მე მწამს რომ ქრისტე აღდგა, შეიძლება ამას ამბობდეს ადამიანი, მაგრამ არ იცვლებოდეს მისი შინაგანი სამყარო. ეს გახლავთ დამადასტურებელი შეიძლება ითქვას რაღაცა ლაკმუსის ქაღალდია, პირდაპირ გამჭვირვალედ დააყენებს ადამიანს შენს თვალწინ, რომელიც ამბობს რომ მე მწამს, მაგრამ შინაგანი მისი სამყარო არაფრით ახალი კაცი არ იბადება. აი ახალი კაცის დაბადება არის ნამდვილი სარწმუნოება და ასე უნდა ხვდებოდეთ ჩვენ ამ დღესასწაულსაც. ასე უნდა ველოდებოდეთ ჩვენ სწორედ ამ დღესასწაულსაც, რომ შევიცვალე კი შინაგანად. აი ჩამოთვლილთაგან რომელიმე ეს მავნეთვისება მოვიშორე, რომელიმეს თუ ბოლომდე ვერ აღმოვფხვერი, ბრძოლა გამოუცხადე მაინც, რაღაცნაირად შევეწინააღმდეგე საკუთარ თავში ამას რომ თქვი რომ აი აღარ გავაკეთებ ამას. კი შემეშალა, კვლავ მომწდა თუ განკითხვა თუ უდიერი სიტყვა თუ ვიღაცას გულის ტკენა, მაგრამ ვებრძოდი თუ არა ამას ყოველივეს, ამის მიხედვით ფასდება ჩვენი სარწმუნოება და ასე უყურებს ღმერთიც ადამიანს და არა ისე რომ უბრალოდ მწამს და მეტი არაფერი არ არის საჭირო, მხოლოდ ესე სიტყვით აღიარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, ჩვენმა მორწმუნე საზოგადოებამაც, იმიტომ რომ რატომ უწოდებს თავს მორწმუნეს? ღმერთის არსებობისას წამს თუ იმისის ჯერა, რასაც ღმერთი ეუბნება. მამა კახაბერ, უშუალოდ აღდგომის დღე როგორ უნდა გავატაროთ? ტრადიციის ამებრ თუ აი სულიერი ნაწილი რამდენად მნიშვნელოვანია? ხანდახან ადამიანები ვართ და ზედმეტობაშიც გადაგვდის, ასე ვთქვათ, ლხინი და დღესასწაულის აღნიშვნა, ხო? რამდენად არის აუცილებელი ამ ბალანსის დაცვა? როგორ ხვდებით ქრისტეს აღდგომას? აღდგომას ლხინი ნამდვილად არ არის აკრძალული, მაგრამ ლხინამდე გაქვს გასაკეთებელი, თქვათ თქვენ სულიერზე რადგანაც მკითხეთ, სულიერი ლხინით უნდა დაიწყოს ადამიანმა და ის რაც მოხვება ამას შეიძლება მეორე ნაწილი დავარქვათ, ეს იყოს ის ლხინი, რომელსაც ჩვენ უკვე ადამიანურ ლხინს უწოდებთ, თუმცა კი თლად ადამიანური ისიც აღარ იქნება და რატომ?
უნდა დაიწყოს სულიერი ლხინით, რომელსაც ქვია წირვა, ანუ ევქარისტია. ევქარისტია გახლავთ ბერძნული სიტყვა და ნიშნავს მადლობას. აი დღევანდელ თანამედროვე სამყაროშიც ბერძენი ბერძენს ასე გადაუხდის. სხვასაც რა თქმა უნდა თუ რაიმე სამადლობელი მაქვს, ეტყვის რომ ევხარისტოს პარაპოლი. აი ეს ევხარისტო გახლავთ მადლობის გადახდა. შესაბამისად, ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ევქარისტიის დროს და ეს გახლავთ შეიძლება ითქვას ყველაზე დიდი საშუალება იმისა, რომ ჩვენ ღმერთთან ყველაზე ახლოს ვიყოთ. რადგანაც ამ დროს ცაიხსნება და ზეცა და დედამიწა ერთდება. ეს გახლავთ ევქარისტიის მსახურება. ეს ძალიან უნიშნელოვანესი მსახურებაა და მე ძალიან, ესე იგი, თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ აქვს საშუალება, რომ აი ევქარისტიულ კანონებში ღებულობდეს მონაწილეობას, ან ფიზიკურად ჯანმრთელობა შეიძლება არ უწყობდეს ხელს, ან კიდევ რაღაცნაირად ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ადამიანმა სულიერ ამ მდგომარეობას, რომ ვერ გაიგო რომ ეს სჭირდება. ეს დაახლოებით იმას გავს ადამიანი რომ სამკურნალო იყოს, მაგრამ აი ვერ აგებინებენ რომ საავადმყოფოში ხარ წასასვლელი და არაფრით არ მეყვება ადამიანებს საავადმყოფოში, სანამ თლად ესე იგი არ ჩავარდება ლოგინა. დაახლოებით ესეთი მდგომარეობა ადამიანი, რომელიც აი ამ ევქარისტიულ კანონში არ მონაწილეობს. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს ძალიან ბევრი დაუბრუნდები იმ თემას, როგორ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ვიტყვი ჯერ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ძალიან ბევრია, თუმცა კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი, ვინც ეკლესიაში ერთხელ მაინც ევქარისტიულ კანონში მონაწილეობა მიგვიღია, შესაბამისად ჩვენ დავალებას გვაძლევს ხოლმე მოძღვარი, რომ უნდა წავიკითხოთ ზიარების წინა ლოცვები და ამ წინა ლოცვებში ერთ-ერთი შემადგენელი ლოცვა გახლავთ 115 ფსალმუნი, სადაც ასეთი სიტყვებია. კითხვა არის დასმული, რიტორიკული კითხვა, უფრო სწორად თუ დავკონკრეტდებით, და ეს კითხვა ასე ჟღერს: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე? ნუ შინაარსი ალბათ ყველას ესმის, რომ რით გადავიხადო სამაგიერო სამადლობელი ყოველივე იმისთვის, რასაც მე მიკეთებს უფალი. და ეს ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხი იქვია გაცემული. სასუმელი ცხოვრებისა მოვიღო და სახელსა უფლისასა ვხადო. ეს გახლავთ სასუმელი ცხოვრებისა გახლავთ სწორედ ევქარისტიის ზიარება. ზიარება, რომლითაც ესე იგი ჩვენ დაჯილდოვებული ვართ ადამიანები, ასეთი პატივი თვით ანგელოზებსაც კი არ გააჩნიათ, რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარებოდნენ. რადგანაც ღმერთი ანგელოზი კი არ გამხდარა. მან ისე დაიმდაბლა თავი, რომ ადამიანი გახდა და თავისი სხეული მოგცა ჩვენ. მოგცა ჯერ იმისთვის თავისი ნებაყოფლობის ჯვარცმით მოგცა, რომ ესე იგი ჯვარცმის შედეგად აღდგომა მომხდარიყო და მოგცა ზიარების სახით. აქედან გამომდინარე, ეს გახლავთ მადლიერების ყველაზე დიდი გამოხატულება, რითიც შეიძლება იწყებდეს ადამიანი ნებისმიერ დღესასწაულს, მაგრამ განსაკუთრებით ასე უნდა იწყებოდეს ყოველი ადამიანისთვის აღდგომის დღესასწაული. ამიტომაც ყოველი ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ თუ რაიმე მართლაც ისეთი არ უშლის ხელს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ან ბუნებრივია, ხა შეიძლება საპატიმროში იყოს და იქედან ესე ვერ გამოუშვებენ, დანარჩენ სხვა რაღაცა მიზეზი მე არ წარმომიდგენია მიზეზი, რომ ამ დროს ადამიანი სახლში იმყოფებოდეს და არ მიდიოდეს ლიტურგიაზე. ლიტურგიაზე სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად, იმიტომ რომ თქვენ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ მღვდელმსახური აღასრულებს ამ მსხვერპლშეწირვას. მსხვერპლშეწირვას აღვასრულებ თითოეული ჩვენგანივიც იქ ვიმყოფებით, იმიტომ რომ მღვდელმსახური რომ მოგვიწოდებს ლოცვისაკენ, რომ ვილოცოთ უფლისა მიმართ, ჩვენი პასუხი აქედან შესაგებელი პასუხი არის უფალო შეგვიწყალენ. შესაბამისად ამ თანამონაწილეობის გარეშე ეს ევქარისტია, ანუ ეს მადლობა არ აღესრულება და რადგანაც არ აღესრულება და ყველანი თანამონაწილენი ვართ, ნურავინ დააკლდება ამას, როგორც იოანე ოქროპირი თავის აღდგომო სიტყვაში შეგვაგონებს, დღევანდელ დღეს წაკითხული იქნება ეს სიტყვა, რომ ნურავინ დააკლდება აი ამ სიხარულს, რომელიც სიხარული ჩვენ აღდგომამ შეიძლება აღდგომის დღესასწაულმა მოგვანიჭოს, ამ ევქარისტიაში თანამონაწილეობამ, ამ ევქარისტიაში თანამონაწილეობას თანახლავს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ზიარება უწმინდეს სხეულთან, სისხლთან და ხორცთან, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთან და შესაბამისად ეს გახლავთ ის ლხინი, რომელიც წეღან ვახსენეთ, ლხინი, რომლითაც უნდა იწყებდეს თითოეული ჩვენგანი აღდგომის დღესასწაულის შეგებებას. ამის შემდგომ
ნუ ჩემი პრაქტიკული რჩევა იქნება რომ მაინც ღამის თევის ლოცვის შემდგომ უნდა დაისვენო და თუ კი გააგრძელებენ მე სახლში სტუმარი ეყოლება თუ თვითონ წავლენ სტუმრად რა თქმა უნდა სიხარულით უნდა იყოს სავსე ჩვენი გულები სავსებით უნდა იყოს სავსე იმიტომ რომ ეს მადლი უშურველად და უხვად გარდამოევლინება ყველაზე მათ შორის არამორწმუნე ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, რომ არ გვჯერა, თუმცა კი რაღაცნაირ სიხარულს განიცდიან და, რა ვიცი, აღდგომის დღესასწაულს ყველა აღნიშნავს და ყველა რაღაცა ხინში გიწევს. თუმცა კი შეიძლება არც კი შეჯეროდეს, რომ ეს არ გახლავთ რაღაცა რიტუალი, ეს არ გახლავთ რაღაცა ადამიანების მიერ დაწესებული და მოგონილი რაღაცა მოქმედებები, რომლებიც შეიძლება ეკლესიაში სრულდებოდეს, არამედ ეს გახლავთ ის უდიდესი და უწმინდესი საიდუმლოება, რომელ საიდუმლოებასაც ჩვენ ევქარისტიას უწოდებთ და რომელიც საიდუმლოებითაც ვეგებებით და ვხინობთ ზეცათა სასუფეველში შეიძლება ესე ითქვას მიუხედავად იმისა რომ დედამიწაზე ვიმყოფებით. ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, ხო? ასე ვესალმებით 40 დღის განმავლობაში. მორწმუნეები აღდგომის შემდეგ. ამასთან ერთად აღდგომის დღეს, მას შემდეგ რაც გახსნილდება უკვე, გვაქვს ტრადიცია კვერცხის და პასკის მირთმევის. აი ამ სიმბოლოებზეც რომ ვისაუბროთ, რატომ კვერცხი და რატომ პასკა, რატომ ვღებავთ წითლად კვერცხებს, რას განასახიერებს ეს? კვერცხი სიცოცხლის სიმბოლო გახლავთ, მოგეხსენებათ იქიდან სიცოცხლე იბადება და თან ეს სფეროსებური ფორმა აქვს და დედამიწის ფორმა შეიძლება ესე ითქვას, რაც თავის თავში გულისხმობს იმას, რომ სიცოცხლე ანუ ქრისტემ ნამდვილი და ჭეშმარიტი სიცოცხლე მოდი ასე ვთქვათ ცოტა შორიდან დავიწყებ ამაზეც პასუხს იმიტომ რომ მე პარალელურად თვალს ვადევნებ აი უნდა მეთქვა ახლა რომ შემოსვაც ალბათ ეს იწყება სამღვდელოების შემოსვა და პატრიარქი ჯერჯერობით როგორც ჩანს ისევ თავის ტახტზე ბრძანდება ჯერ მისი შემოსვა დაწყებული არ იყო სამღვდელოება შეიმოსება ამის შემდგომ ალბათ პატრიარქი თეოფილე შეიმოსება და დაიწყება აი ეს გახლავთ ეხლა რასაც აჩვენებენ იმ კულუკლიაში შესასვლელი კარი სადაც დგას საპატრიარქოს ერთი არქიმანდრიტი და მარცხენა მხარეს დგას სომეხთა ეკლესიის დიახ მთავარეპისკოპოსი აი ამ კარში უნდა შევიდეს შემდგომ იქ მცირე შესასვლელი როგორც მოგახსენეთ და მე კიდე შიდა სიღრმეში შესასვლელი სადაც უშუალოდ საფლავია მაცხოვრის ამიტომ პარალელურად აი ვხედავთ რომ სამღვდელოება შეიმოსა ლიტანიობისთვის ემზადებიან ლიტანიობის დატვირთვაზეც დიახ თუ გვეტყვით ორი სიტყვით ალბათ კარგი იქნება კარგით აი რაღაცას დაცვის წევრები ესაუბრებიან და ეთყობა სავარაუდოდ მალე დაიწყება და შეიმოსება თავად იერუსალიმის პატრიარქიც მერე უკვე როგორც რამდენჯერმე ვთქვით მაყურებელთან დაიწყება ლიტანიობის შემდეგ კი უკვე კულუკლიაში მაცხოვრის საფლავზე შევაუშვალოთ იერუსალიმის პატრიარქი და დავალოდებით იმ სასწაულს რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ადევნებს ხოლმე თვალს დიახ მე დაუბრუნდები მაშინ ჩვენს თემას რადგანაც ჯერჯერობით მნიშვნელოვანი ისეთი არაფერი ხდება რომ კომენტარი გავაკეთოთ აქედან გამომდინარე დაუბრუნდები თქვენს შეკითხვას რომ რა არის ჭეშმარიტი სიცოცხლე ჭეშმარიტი სიცოცხლე გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ ღმერთთან და იმდენად არის სხვა დანარჩენი ყველაფერი ცოცხალი მათ შორის ადამიანი იქნება ეს თუ ცხოველი თუ მცენარე რამდენადაც ღმერთი ანიჭებს მას აი ამ სიცოცხლეს ამის მაგალითი გახლავთ ორშაბათი დიდი ორშაბათით იწყება ეს მძიმე კვირა და დიდ ორშაბათს აღესრულება ასეთი მოვლენა რომ მაცხოვარი მივა ლეღვის ხესთან და ვერ პოვებს მასზე ვერანაირ ნაყოფს და ეტყვის რომ გახმეო და მომენტალურად გახმება აი ეს ხე ლეღვის ხე სიმბოლოს სიმბოლურად განასახიერებს ადამიანის უნაყოფობას რომელიც ნაყოფს არიღებს ბუნებრივია ის რაღაცნაირად აი ამ სიცოცხლის წყაროს წყდება და აუცილებლად აღმოჩნდება აი ამ მდგომარეობაში რომ მოკვდება აი ამ წყაროს გარეშე ისევე როგორც აი გამოჩნდა კადრში ახლა თავის გულსაკიდ ჯვარ-პანაღიებს იხსნის პატრიარქი რომ შეიმოსოს სრული შესამოსლით აი გამოჩნდა დიახ აი იწყება მისი შემოსვა
ამიტომაც ნამდვილი სიცოცხლის წყაროსთან არის შეერთებული, რამდენადაც არის შეერთებული ნამდვილი სიცოცხლის წყაროსთან, იმდენად არის ცოცხალი მათ შორის მცენარეც კი. აი ჩვენ სხვათა შორის მინდა გითხრათ და გავიხსენო ამ აღდგომასთან ძალიან სიმბოლური გახლავთ ეს შედარება, რასაც ახლა მე ვიტყვი, რომ ხშირად ადამიანი სასწაულს ეძიებს. და ეს სახარებაში წერია პირდაპირ რომ ეძიებენ ადამიანები სასწაულს და სასწაული არ მიეცემათ მათ, თუმცა კი ყოველდღიურად და ყოველწლიურად ჩვენს თვალწინ სასწაული ხდება, რომელსაც შეიძლება განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევდეთ. მაგალითისთვის მინდა დაგისახელოთ ასეთი რამ. მაგალითად, პურის მარცვალი რომ დათესოთ. როდის უნდა დათესოთ, იცით ეს პურის მარცვალი? როცა მოკვდება მაშინ. თუ მას ნედლი მდგომარეობაში დათესავთ, იქედან სიცოცხლე არ ამოვა. აუცილებლად დალპება მიწაში და ვერანაირ ნაყოფს მისგან ჩვენ ვერ მივიღებთ. აი როგორც კი მოკვდება, რომ აღარაფერი აღარ არის დარჩენილი მისგან, სიცოცხლის ნატამალი რომ აღარ გააჩნია, ამის შემდგომ თუ ჩავთესავთ მიწაში, აუცილებლად ის გაცოცხლდება, ამოვა იმისგან მწვანე ღერო და უამრავ თავთავს გამოისხავს. უამრავ ასეთ მარცვალს მოისხავს, რომ ერთი რო დავთესეთ და იმისგან შეიძლება 100 მივიღოთ. ამიტომაც ესეც ადრე ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად მიწასთან ბევრი მუშაობა უწევდათ, მათ სარწმუნოების მხრივ მსგავსი რაღაცა შეკითხვები ნაკლებად უჩნდებოდათ, იმიტომ რომ ხედავენ, რომ არის ძალა სიცოცხლის მიმნიჭებელი და შეუძლებელია იმ სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალის გარეშე შე როგორც არ უნდა იშრომო. აბა მიდი შენ გაახარე ესე თესლი. გინდა მკვდარი ჩათესე და გინდა ცოცხალი. ვერანაირად ვერაფერს ვერ მოახერხებ, თუ კი მას ამ სიცოცხლის მიმნიჭებელმა არ მისცა ძალა. აქედან გამომდინარე, სიცოცხლის სიმბოლო გახლავთ თითოეული ეს მოქმედება, რომელზედაც ჩვენ რაღაცა შეიძლება მსახურებრივითად აღვასრულებდეთ, მაგალითისთვის იგივე კვერცხის შეღებვა, მაგალითისთვის იგივე პასკას, აღდგომო პასკების გამოცხობა, ეს ყველაფერი სიცოცხლის სიმბოლოა ამ შემთხვევაში, რომელიც უნდა გვახსენებდეს ნამდვილი იმ ჭეშმარიტ სიცოცხლეს, მათ შორის ჯეჯილი, ის სიმწვანე, რომელიც გვახსენებდეს უნდა ნამდვილ წყაროს სიცოცხლისას, რომელიც მიმნიჭებელია ყოველივე ამისა. წითლად შეღება ბუნებრივია მის სისხლის დაღვრას გულისხმობს, ჯვარზე რომელიც სისხლი რომელიც მან დაღვარა, ამიტომ შეიღება კვერცხი ამფერად, ამ შემთხვევაში დედამიწა შეიძლება ითქვას შეიღება ამფერად, იმიტომ რომ მისი სისხლი ჯვრიდან ეწვეთებოდა გოლგოთას, სწორედ იმ ადგილს, სადაც არსებობს ესეთი გარდამოცემა, რომ ადავის. ბოდიში ქართული შეძახილები ისმის ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა. აი ქართული შეძახილები, დიახ. ნუ ქართველები საბედნიეროდ ახერხებენ შესვლას, ეს იქნებიან ადგილობრივი ქართველები, რომლებიც ცხოვრობენ იერუსალიმში ან ისრაელის ტერიტორიაზე და მოახერხეს ტაძარში შესვლა, როგორც ჩანს, ამიტომაც მათი ხმები გვესმოდა. შეიძლება კადრებშიც ვიხილოთ, თუ კი გვექნება ამისი საშუალება. და აი ეს პასკა, რომელიც უკვე მოგახსენეთ, გახლავთ სადღესასწაულო ტორტი, მოკლედ ესე რომ დავარქვა თანამედროვე ენაზე, საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რო იყოს, ეს გახლავთ გაფუებული, ტკბილი, გემრიელი, სადღესასწაულო განწყობის ტორტი, თუ ესე ვიტყვით, რომლითაც აღნიშნავთ ჩვენს ამ დღესასწაულს, თუმცა კი სიცოცხლის სიმბოლოა იმით, რომ ეს გაფუებული ცომი ცოცხალია, ხომ ეს ყველასთვის ცნობილია, რომ ცომი ცოცხალი ორგანიზმი გახლავთ. და მას რომ ესე იგი მოზელს ადამიანი, ეს რაღაცა პროცესები იწყება, რაღაცა პროცესები იწყება, დიდდება, ბევრდება და ესეც გახლავთ სწორედ სიმბოლო სარწმუნოებით და სხვათა შორის იგავს ერთ-ერთ იგავს მაცხოვარი სწორედ აი ამ ცომის მოზელასთან დაკავშირებით ერთ-ერთ იგავს სარწმუნოებრივ იგავს სწორედ ესე მოყვება მაცხოვარიც. ამიტომაც შეღებილი კვერცხით სიცოცხლის სიმბოლოა, სისხლი რომელიც დაიღვარა, აი ამ ჭეშმარიტი სიცოცხლისა, ამ შემთხვევაში ძეღვთისა და პასკა, რომელიც გახლავთ ეს სადღესასწაულო ნამცხვარი, როგორც შეიძლება ითქვას, ესეც სიცოცხლის სიმბოლო გახლავთ, რომლითაც აღინიშნება ეს ძვირფასი დღესასწაული. აი კადრში ვხედავთ, რომ ადგილზე იმყოფებიან ადამიანები, მორწმუნეები, ხელში უკავიათ სანთლების შეკვრა, 33 სანთელი, რომელიც განასახიერებს ქრისტეს ამ ქვეყნიურ ცხოვრების წლებს, ხო?
და ვნახეთ იერუსალიმის პატრიარქი, რომელმაც თითქმის დაასრულა შემოსვა და ამის შემდეგ უკვე მღვდელმსახურებთან ერთად დაიწყება ლიტანიობა სამჯერ შემოულიან მცირე ტაძარს ირგვლივ მღვდელმთავრები და უკვე იერუსალიმის პატრიარქი ამის შემდეგ გადაინაცვლებს უშუალოდ კულუკლიაში მაცხოვრის საფლავზე, სადაც ხდება მთავარი სასწაული და საიდანაც უკვე პატრიარქმა უნდა გამოიტანოს ანთებული სანთლები, რომელიც როგორც ვიცით და ყოველწელს ხედავთ ხოლმე ელვისის სწრაფით ვრცელდება მთელს ტაძარში და შემდეგ გვაქვს შესაძლებლობა რომ მივიღოთ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში და შევახსენებ მაყურებელს, რომ ქართული დელეგაციაც სხვა წლების მსგავსად იმყოფება ახლა იერუსალიმში და ლიტონიობის შემდეგ დღეს ღამე სიონის საპატრიარქო ტაძარში მიიტანენ წმინდა ცეცხლს, რომელიც მოგვიანებით უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება. კიდევ სანამ ეს პროცესი მიმდინარეობს და სანამ უშუალოდ ვიხილავთ ცეცხლის გარდამოსვლას, კიდევ მაქვს რამდენიმე კითხვა. პირველ რიგში ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნებიშვიდეულში. გავიარეთ ძალიან მნიშვნელოვანი დღეები, განსაკუთრებით მძიმე დღე, რომელიც არის წითელი პარასკევი, რომ ვისაუბროთ მოკლედ თუ შეიძლება, რას ვუძღვნით მსახურებას ორშაბათ დღეს მაგალითად და როგორ ვასრულებთ შაბათს იქამდე სანამ ვიზეიმებთ ქრისტეს აღდგომას. მინდა გითხრათ, რომ ეს განსაკუთრებული კვირა არის ნებიშვიდეულს საოცარი ის არის, რომ მარხვაც არ ქვია. აი ჩვენ დიდ მარხვას, წინა სააღდგომო მარხვას უწოდებთ 40 დღიან მარხვას. და თუ გადავთვლით 40 დღე გადის სწორედ წეღან რაც ვახსენეთ ბზობის, ანუ მაცხოვრის დიდებით შესვლა იერუსალიმში, როდესაც აღესრულება, სწორედ ეს გახლავთ დასასრული ამ მარხვისა. მაშინ რაღა არის ეს ერთი კვირის განმავლობაში? ეს არის ძალიან აღმატებული დღეები, ეს არ არის ჩვეულებრივი მარხვა, რადგანაც შეიძლება ასეთი შედარება მოვიტანოთ, რომ მთელი 40 დღის განმავლობაში მე ვმარხულობ ერთი მიზანდასახულობით, რომ მივიდე ქრისტემდე. ანუ ჩემი გულით, ჩემი ცნობიერებით მივიდე ქრისტემდე. და ბზობა გახლავთ დღესასწაული, როდესაც ქრისტე მოდის ჩემთან. და აიხლა იწყება უკვე ერთობლივი გზა, იმიტომ რომ მარტო მე ამ გზას ვეღარ გავივლი და ეს ერთობლივი გზა გახლავთ გახსენება თვითეული იმ დღისა, იმ უკანასკნელი დღეებისა, რომელიც მაცხოვარმა გაატარა დედამიწაზე როგორც კაცმა, როგორც ღმერთ კაცმა და იქ ორშაბათს რა მოვლენები ხდებოდა იერუსალიმში, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და ასე შემდგომ ჩვენ შეგვიძლია თითოეულ დღეზე ცოტ-ცოტაოდენი პატარა ისტორიები მოვყვეთ. ძირითადი მოქმედებები ეს იყო, რომ ის დღისით მოდიოდა ტაძარში, იჯდა და ქადაგებდა, ღამე ისევ გადიოდა და ლოცულობდა ძირითადად, იმიტომ რომ ის თავის მოციქულებსაც მოუწოდათ, რომ ხიზლად ყოფილიყვნენ, რამეთო დიდი განსაცდელის დღეები ელოდებოდათ. აი ხე ჩვენ ხედავთ ცოტა ხანი შევწყვეთ ჩვენს საუბარს, ხედავთ სრულად შემოსილ იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე მესამეს, რომელიც მიემართება კულუკლისკენ, რომ დაიწყოს ლიტანიობა, გარშემოვლა და წეღან მკითხეთ და რო არ გამოგრჩეს ეს გარშემოვლა, სამგზის გარშემოვლა განასახიერებს მაცხოვარს 3 დღე მდებარე საფლავად, საიდანაც ის აღდგა. ეს გარშემოვლა სწორედ ამის განსახიერებაა. ასეთ თქვენ დეტალურად ისაუბრეთ, რატომ 3 დღე? დიახ. აი ახლა აქ გაუკეთებენ დერეფანს, რომ გარშემოვლა შეძლოს პატრიარქმა კულუკლიაზე, იმიტომ რომ ხალხის სიმრავლის გამო ხანდახან საათზე მეტი მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია ძალიან პატარა, ხანდახან საათზე მეტს ანდომებდა, იმიტომ რომ ნაბიჯს ვერ გადადგავ ხალხის სიმრავლის გამო. აღსანიშნავია ისიც, რომ საკმაოდ მალე ვითარდება პროცესები უკვე შიგნით ტაძარში შესვლიდან მცირე ტაძარს გულისხმობ იქ, სადაც ქრისტეს საფლავია განთავსებული. პროცესები საკმაოდ მალე ვითარდება, შემდეგ მალევე გამოდის პატრიარქი და ასევე მალევე ვრცელდება წმინდა ცეცხლი და ვახსენე და თქვენგანაც მაინტერესებს წმინდა ცეცხლს, როდესაც ვამბობთ და მორწმუნეებს წამთ, რომ თავდაპირველად ის არ წვავს, ხო? და იტარებენ სახეზე. აი ეს ამ ერთგვარად ამ მადლის შემოტარებას გულისხმობს, თუ ეს არის საჩვენებელი შემოტარება იმისთვის, რომ
არა, იცით როგორ არის რომ ამას რაღაცა ესეთი რელიგიური და მსახურებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ ცეცხლის შემოტარებას. ეს გახლავთ აი როგორც ნაკურთხ წყალს აიღებს ადამიანი და რაღაცნაირად შეიძლება ისხუროს თავის თავზე, ესეთივე არის რომ ეს ნაკურთხი ცეცხლი შეიძლება შემოიტაროს სახეზე და თავზეც დაიდოს და ხელებიც გაატაროს მასში. სწორედ ამას ემსახურება რომ რაღაცნაირად ჩვენ ადამიანები შეგრძნებებით ვიმართებით, იმიტომ რომ სანახაობის ნაწილი. დიახ, რაღაცნაირად რომ კარგად გავიგო ზიარება სხვათა შორის ამიტომ დაწესდა ესეთი სახით, რომ მე როგორც ადამიანს, რომელმაც შეგრძნებები მაქვს გემოთი, ყნოსვით, სმენით, ხედვით, შეხებით, რაღაცნაირად დასარწმუნებლად უფრო ადვილია, იმიტომ რომ ეხლა როგორი არ თქვენ რომ არასდროთ არ კონდეთ გასინჯული თაფლი და მე რომ მოგიყვეთ როგორია თაფლი. ხო ვერაფრით ვერ გაგაგებინებთ ამას, შეიძლება მიახლოებით მოგიყვეთ რომ თქვათ ტკბილია და ბლანტია და არომატულია, მაგრამ ნამდვილ და ჭეშმარიტ თაფლის გემოს თქვენ ვერ გაიგებთ, ხო მართალია? სწორედ ასეთი რამ გახლავთ რომ ღმერთი ესე უშურველად აძლევს ადამიანს, თუნდაც ზიარების სახით, თავის ხელს პურისა და ღვინის სახით, როდესაც აძლევს, ეს არის რომ ადამიანმა უნდა შეიგრძნოს, ერთია რომ სულიერად უნდა აღივსოს და მეორეა რომ ფიზიკურადაც უნდა შეიგრძნოს. ესეთი შემხებლობა ვთქვათ იგივე ნაკურთხ წყალთან, ესეთი შემხებლობა იგივე ნაკურთხ ცეცხლთან ამ შემთხვევაში, ზეცით გარდამოსულ ცეცხლთან, გახლავთ სწორედ იმ მადლთან მიახლება, რომელთან სიახლოვეც ერთია სულიერი და მეორეა რომ ფიზიკურადაც მჭირდება ყოველივე ეს და ამიტომაც შეიძლება ადამიანმა ეს ცეცხლი შემოიტაროს და სხვა რაიმე ესეთი მნიშვნელობა და დანიშნულება ამას არ გააჩნია, მინდა გითხრათ. და აი დაიწყო ლიტანიობა, როგორც დაიწყო ლიტანიობა, ისინი ახლა პირველ წრეზე წავლენ, აი თუმცა კი ნახეთ როგორ უჭირს გადაადგილება, ეს იმას ნიშნავს რომ მიუხედავად აი ამ განსაცდელისა, მიუხედავად აი ამ დაძაბულობისა, გულისხმობთ რეგიონში ამ დაძაბულობას, საომარ ვითარებას ფაქტიურად, მაინც იმდენი ხალხი მოვიდა რომ გადაადგილება უჭირთ კულუკლის ირგვლივ ბევრი ხალხია შეკრებილი. მაყურებელს შესაძლებლობა აქვს თვალი ადევნოს პირდაპირ ეთერში ლიტანიობას, იქამდე სანამ ცეცხლის გარდამოსვლა მოხდება, მანამდე კი დაუბრუნდეთ თემას. დაუბრუნდეთ ნებიშვიდელს. როგორც უკვე გითხარით და კვლავ გავიმეორებ, ეს გახლავთ კვირა, რომელიც ჩვენ მაცხოვართან ერთად უნდა გავიაროთ და თითოეული დღე გავიხსენოთ. ორშაბათი გახლავთ დღე, როდესაც ის მოდის ტაძარში, ყვება იგავებს, ესაუბრებას ხალხს, საზოგადოებას და იქედან გამოსული მოდის და უკვე ვახსენეთ კიდეც მიდის ლეღვის ხესთან, სადაც ვერ პოვებს ნაყოფს და ეუბნება რომ დაწყევლილი იყოს ეს ხე, იმიტომ რომ უნაყოფოა და მომენტალურად გახმება ხე. ამის შესახებ ჩვენ უკვე ვთქვით და ამიტომ წვრილად აღარ მოვყვები. უბრალოდ კითხვები, რომელიც ისმის ხოლმე რომ რახან ლეღვი დაწყევლა, ლეგვის ჭამა შეიძლება თუ არა, ხშირად მეკითხებიან, ამ პრაქტიკულ რჩევებსაც მივცემ ადამიანებს, რომ სინამდვილეში ეს გახლავთ ის სახე სიმბოლო ნაყოფობისა და არაფერ შუაში არ არის ლეღვი, ისევე როგორც 60-ში, როდესაც გველმა აცტუნა ევა და შემდგომ ადამიანს აცტუნდა ევას ხელით უკვე, გველი დაიწყევლა, თუმცა კი ეს არ ნიშნავს რომ ცხოველია თვითონ დაწყევლილი და ამიტომაც ღმერთის შექმნილი რა შეიძლება იყოს დაწყევლილი. ყველაფერი დალოცვილია, ბუნებრივია, უბრალოდ აქ საუბარი გახლავთ იმაზე, რომ მისი სახით, ანუ ვინც ლაპარაკობდა, ამ შემთხვევაში ეშმაკი ის დაიწყევლა და მასია საუბარი და არანაირად რაღაცა ცხოველზე და არანაირად რაღაცა მცენარეზე, რომელმაც ნაყოფი არ გამოიღო. ასე რომ ლეღვი ამ შემთხვევაში არაფერ შუაში, ეს ადამიანის უნაყოფობას, სულიერ ნაყოფის გარეშე ცხოვრებას მოასწავებს. აი უკანა მხარეა ეს კულუკლისა, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ, უпростоრად გვერდით ამ მხარე, საიდანაც ცენტრალური შესასვლელის მიღმა ჩაიარა პატრიარქმა და ვხედავთ რომ აი ახლა მიდიან წრეზე და ხალხი საკმაოდ ბევრია ტაძარში, როგორც ამ დროს სრულდება საგალობლებიც, ხო? გალობით. დიახ, ამ დროს საგალობლებიც სრულდება. თუმცა კი იქ ისეთი ხმაურია, მე ერთხელ ხვდა ბედნიერება წილად და ვიყავი ამ ცეცხლის გარდამოსვლის აი ამ წესზე
მაგრამ ისეთი ხმაურია, რომ აი რა გითხრათ, არაბები განსაკუთრებით აქტიურობენ ამ დროს. და ესეც შემოწმებული ნაწილია პრინციპი. დიახ, მთელი ხმით, ესე იგი, ცდილობენ რომ გადაფარონ ყველას ხმა, იქ მერე არაბებს გაეჯიბრებიან ხოლმე ხან ქართველები, ყველა მართლმადიდებლები, ვინც არიან ჩამოსული, ხან რუსები, ხან ბულგარელები და სერბები, ვინც მინახავს, ეხა ყველა თავის ენაზე ცდილობს რომ გაგვაგონოს რაღაცა მისალოცი სიტყვები და ქრისტეს აღდგომის ხარება და ამიტომაც არის ხოლმე ძალიან ხმაური. შემდგომი დღე გახლავთ დიდი სამშაბათი. ეს ძალიან მოკლედ თქვით, მოკლედ უნაყოფობის შესახებ. დიდი სამშაბათი გახლავთ დღე, სადაც მოგვითხრობს მაცხოვარი ჩვენ იგავს 10 ქალწულის შესახებ. იქ რამდენიმე იგავია, მაგრამ აი ძირითადი რა მიმართულებითაც შეიძლება ადამიანი ფიქრობდეს და განსაზღვრავდეს, თქვათ, როგორ უნდა გაატაროს მან უნების შვიდეული ვიდრე აღდგომამდე. ერთია რომ 40 დღე რომ იმარხულა, უნდა შეამოწმოს საკუთარი თავი, რომ ნაყოფი გამოიღო თუ არა და ამაზეც ნაწილობრივ ვისაუბრე, რომ მავნეჩვევებს ებრძოდა თუ არა, რაღაცა აღკვეთა თუ არა, რაღაცას გადაეჩვია თუ არა, რაღაცა სიკეთე შეიძინა თუ არა. აი გალობის ხმა თუ არის ეთერშიც ისმის ახლა საგალობელს გალობენ. მეორე გახლავთ იგავი, რომელსაც სამშაბათ დღეს გვიყვება ჩვენ მაცხოვარი და ეს გახლავთ იგავი 10 ქალწულის შესახებ. ძალიან საინტერესო იგავია ეს იმდენად, რამდენადაც 10-ვე ქალწულია. რას ნიშნავს ეს ქალწული? ეს ქალწულება განასახიერებს, რომ ისინი არიან სათნოებით შემკული ადამიანები. სათნოებაა ქალწულება. აქ მხოლოდ ბიოლოგიურ ქალწულებაზე ავლაპარაკობ ჩვენ, იმიტომ რომ არაფერ შუაშია ბიოლოგიური ქალწულება, ადამიანი შეიძლება 10 შვილის დედა იყოს, მაგრამ ქალწულად იწოდებოდეს გამომდინარე იქედან, რომ მისი პატიოსანი და წესიერი ცხოვრებით ის შემკული იყოს აი ამ სათნოებებით ადამიანი და მხოლოდ ბიოლოგიურზე არ არის ლაპარაკი. აქედან გამომდინარე ამ ქალწულებს ჩვენ სიმბოლურად თუ კი ვიტყვით, რომ 10 ქალწულის შესახებაა იგავი, 10-ვე ქალწული, 10-ვე თუმცა კი იქვეა ნათქვამი, რომ 5 მათგანი არის ბრძენი და 5 მათგანი არის სულელი. და რაღაცაშია საქმე, რომელიც უნდა გვაფიქრდებდეს, რომ ქალწულია შემკობილია სიკეთით. მაშინ სულელი რაღაცომღაა. ვიღაცა ბრძენი ყოფილა, ვიღაცა სულელი ყოფილა. სინამდვილეში ეს იგავი გვეუბნება ერთ რამეს, რომელიც ძალიან კარგად უნდა ახსოვდეს თითოეულ ჩვენგანს. რომ ბოროტებას რომ არ ჩადიხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კეთილი ხარ. აუცილებლად სიკეთეს უნდა აკეთებდე. ამიტომაც სიბრძნე და სისულელე სწორედ ამაში ვლინდება, რომ ადამიანი შეიძლება მოწესრიგებული იყოს გარეგნულად ყველანაირი ფორმით, გულისხმობ, რომ ზნეობრივად არაფერს აშავებდეს, ცუდს არავის არაფერს არ უკეთებდეს, მაგრამ ცუდს რომ არ გიკეთებ, ეს არ არის საკმარისი, აუცილებლად კარგი უნდა გაგიკეთო. ამის შესახებ არის ეს იგავი, ამიტომაც მიუხედავად შემკულობისა, მიუხედავად ისეთი ეპითეტისა, რომ მათ სახარებაში ქალწულები ეწოდებათ, ქალწულების მიუხედავად სულელები არიან, იმიტომ რომ არ აღმოაჩნდებათ მათ ლამპარში ზეთი, რითიც გაანათებენ. ეს ლამპარი და ზეთიც ბუნებრივია. სიმბოლო გახლავთ, ლამპარი ადამიანის სულს განასახიერებს და ზეთი განასახიერებს მის კეთილ საქმეებს და ლამპარი ზეთის გარეშე ვერ აინთება ბუნებრივია, ასე რომ ვერც ადამიანის სული ვერ იქნება ანთებული და სინათლეში მყოფი, თუ ის კეთილ საქმეებს არ გააკეთებს. შესაბამისად კიდევ ერთხელ მოკლედ რომ უფრო გასაგები გახდეს, მიუხედავად ამ ეპითეტისა და სიკეთისა, რომ ქალწულები არიან, 5 ბრძენია და 5 სულელია, იმიტომ რომ დაკმაყოფილდნენ იმით, რომ არიან ქალწულები და ამის მეც აღარაფერს აღარ აკეთებენ. აი ეს გახლავთ იგავი, რომელიც იმის შემდგომ როდესაც გაიგე, ნაყოფს იღებ თუ არა და გამოიღე თუ არა რაიმე ნაყოფი, ამის შემდგომ ამაზე უნდა დაფიქრდე, რომ ეხლა შეიძლება ეს ნაყოფი გამოვიღე, რომ არავის არაფერს არ ანუ იმ სიმაღლეს მივაღწიე, რომ არავის აღარაფერს აღარ ვუშავებ. მაგრამ შემდეგი ნაბიჯიმა გადასადგმელი აქ არ უნდა გავჩერდე, არავითარ შემთხვევაში, რომ სულელი არ დამერქვას. შეიძლება მივაღწიე ქალწულების ამ საზომს, მაგრამ შეიძლება სულელი მერქვას მაინც და რომ გადავაბიჯო ამასაც და სულელის ნაცვლად რომ ჭკვიანი დამერქვას, უნდა შეუდგე კეთილ საქმეებს, რომელიც გახლავთ ის შემავსებელი ზეთი, ამთებელი ზეთი ამ ლამპრისა, ანუ ჩემი სულიერი მდგომარეობისა, ჩემი სარწმუნოებისა.
ამას მოყვება დიდი ოთხშაბათი. დიდი ოთხშაბათი, თუმცა კი შეჩერდა იქ პროცესი. არ შეჩერდა უკაცრავად პატრიარქი შეჩერდა, იმიტომ რომ გადაადგილება უჭირთ მე თუ არ მეშლება მეორე წრე დაიწყეს. მეორე წრე დაიწყეს უკვე, იმიტომ რომ თან საუბარში რომ გავერთეთ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემებზე საუბრობდა პირველ რიგში კიდევ ერთხელ საცოდნელია. საცოდნელია, იმიტომ რომ ხშირად ვესწრებით ჩვენ მსახურებებს და ვერ ვაშინაარსებთ კარგად რა მსახურებასთან გვაქვს საქმე. ამიტომ მთელი ორშაბათის მსახურება შეიძლება ითქვას, რომ ამას ეხება, მთელი სამი იქ უამრავი სახარება შეიძლება იქნას საკითხული და სხვა უამრავი რაღაცა თქვა სახარებისეული ამბები იქნას გახსენებული, მაგრამ ჩვენი ამოსავალი რაღაცა წერტილი შეიძლება ესე ითქვას, რომ ორშაბათი უნაყოფობა და სამშაბათი იმის შეხსენება, რომ თუ ნაყოფი გამოვიღე, ამით არ დაუკმაყოფილდე და ესე იგი გადავერთო შემდეგ საქმიანობას. შემდეგი დღე გახლავთ ოთხშაბათი დღე. ეს გახლავთ მაცხოვრის გაცემის დღე, როდესაც იუდა ისკარიოტელი წავიდა და გაცემას, როდესაც ვახსენებთ, არ იფიქროთ, რომ მაშინვე მივიდა და გადასცა. არა, ჯერ მოლაპარაკება დაიწყო და ეს მოლაპარაკების დღე გახლავთ, როდესაც ის მთავრებთან მიდის და შეუთანხმდება მათ 30 ვერცხლზე. აქ რამდენიმე კითხვა ისვის და მოდით აქვე გავცეთ პასუხი, რომ არ დავაბნინოთ ჩვენი მაყურებელი, რომ რაში სჭირდებოდა გაცემა, თუ კი ტაძარში იჯდა და ქადაგებდა. რატომ არ მივიდოდნენ და არ დაიჭერდნენ, თქვათ, არ დააპატიმრებდნენ, თუ კი საამისოდ ჰქონდა საქმე. ამ კითხვაზე პასუხი იქვე სახარებაში არის გაცემული, რომ მათ ეშინოდათ ხალხის საზოგადოების, იმიტომ რომ ყოველთვის გარშემო ძალიან ბევრი ხალხი ეხვია მას და მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ჟეროდათ და სწამდათ მისი, ძალიან ბევრი იყვნენ, რომლებსაც უყვარდათ ძალიან იესო ქრისტე, შესაბამისად უხმაუროთ ეს ამბავი არ მოხდებოდა და მათ ხმაური სატეხვა არ უნდათ, იმიტომ რომ ამ დროს გახლავთ მთელი პალესტინა და არა მარტო პალესტინა, უბრალოდ ჩვენ ახლა ამ ტერიტორიაზე გვაქვს საუბარი, ოკუპირებული რომის იმპერიის მიერ. რომის იმპერიის ჯარი დგას ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის იერუსალიმში ბუნებრივია. და შესაბამისად არ უნდათ რაღაცა ხმაური გამოიწვიონ და ამ ჯარის ყურადღება მიიპყრონ, იმიტომ რომ ნებისმიერმა ამ ხმაურმა შეიძლება აღძრას ეს ჯარი იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაამკაცრონ ზომები. ზომების გამკაცრება შეიძლება მოყვეს ვიღაცებისთვის თანამდებობის დაკარგვა, ვიღაცებისთვის უმუშევრობა, იმიტომ რომ რაღაც დაუკეტონ, რაღაცის საშუალება არ მისცენ ქალაქიდან გასვლისა და შემოსვლის საშუალება არ მისცენ და ვიღაცას შეიძლება სერიოზული საფრთხეც კი დაემუქროს, მათ შორის ესე იგი საერთოდ გადაასახლონ და დააპატიმრონ და ასე შემდგომ. შესაბამისად ამ ხმაურს ერიდებიან ებრაული საზოგადოება, მღვდელმთავრები, იმიტომ რომ ხალხში არ უნდათ დაიჭირონ. ამიტომ ეძებენ ისეთ ადგილს, სადაც ის იქნება განმარტოებული, შეიძლება იყოს რამდენიმე მოწაფესთან ერთად, რომ უხმაუროთ მოახდინონ ეს ამბავი. ამიტომაც იუდა სწორედ ამ მოლაპარაკებაზე მიდის მასთან, რომ ის შეატყობინებს იმ ადგილს, სადაც ის ღამით ლოცულობს და მარტოა. რამდენიმე მოციქულთან ერთად, სადაც საზოგადოება ვერც კი გაიგებს მისი დაპატიმრების, ანუ შეპყრობის ამბავს. ამიტომაც ეს მოლაპარაკება იმართება ოთხშაბათს და იმართება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბის შემდგომ, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ ახლა ჩვენ. და ეს ამბავი გახლავთ, როდესაც მაცხოვარი ზის სვიმეონ კეთროვნის სახლში და მოვა მასთან ერთი მეძავი ქალი და დაასხავს ნელსაცხებელს მაცხოვარს თავზე. იქ მოციქულები დაიწყებენ რტვინვას. ანუ რაღაცა შინაგანი შფოთვა ეწყებათ, რომ რატომ გააკეთა ეს ამ ქალმა და თავისი თმებით უმშრალებს აი ამ დაასხმულ მირონს და მაცხოვარი პასუხობს, რომ ჩემს დასაფლველად გააკეთაო მან ეს, იმიტომ რომ ეს ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, რადგანაც მის დაფლვის დროს მის შემორვას, ანუ ნელსაცხებლით მუშავდებოდა ადამიანის სხეული, როცა გარდაიცვლებოდა და ამას ვერ მოასწრებთო პირდაპირ ეუნება, იმიტომ რომ პარასკევს საღამოს, როგორც თქვით, მას სახელდახელოდ დაასვენებენ საფლავში, რადგანაც ვერ მოასწრებენ მის შემორვას, შაბათი დღე იწყება და იქ უკვე არაფრის კეთება არ შეიძლება და კვირადილით, როდესაც მივლენ, უკვე სხეული იქ აღარ არის. კუდრეთით არის აღმდგარი, შესაბამისად ეს წინასახე იყო მისი, ესე იგი, სიკვდილისა, ერთგვარი წინასწარმეტყველება, რომ მან ამ ნელსაცხებლით დაამუშავა მისი სხეული. თუმცა კი ჩვენ აქ მოციქულებზე უნდა გადავერთოთ მათი ყურადღება, რომ ამ ნელსაცხებლის დაღვრაზეა გამახვილებული და განსაკუთრებულად იუდაზე, რომელიც ძალიან გაბრაზდებოდა ითქვის, რომ შეგვეძლო ჩვენ ეს გაგვეყიდათ და გაჭირებულებს დავხმარებოდით, თუმცა კი იქვე არის იოანეს სახარებაში მხოლოდ დაწერილი, რომ
განამართლა გაჭირვებულთა დარდი ქონდაო, უბრალოდ საფულე გვადროცი ესე წერია, ძველი ქართული სიტყვით გვადროცი ესე საფულეა, მასე ბარაო და ხანდახან იპარავდა, ანუ პირადი საჭიროებისთვის იღებდა აქედან თანხასო, ანუ პარავი იყო იუდა, როგორც ჩანს, როგორც ამას სახარებისეული ტექსტი ადასტურებს, შესაბამისად განამართლა გაჭირვებულთა დარდი ქონდა, არამედ ეს. ამიტომაც დღევანდელ დღესაც აი თანამედროვე სამყაროშიც ჩვენ ძალიან ხშირად ნახავთ ესეთ გამონათქვამებს, რომელმა გამონათქვამებაც უნდა დაგვაფიქროს და საკუთარი თავი უნდა აღმოგვაჩენინოს. სინამდვილეში მთელი ეს მარხვა, მთელი ეს ნებისშვიდეული, აი მსვლელობა ქრისტესთან გახლავთ, აი ეს გახლავთ მიტროპოლიტი თეოგნოსტი წეღანულ ვახსენეთ. ეს მარხვა გახლავთ საკუთარი თავის აღმოჩენის პროცესი და უნდა კარგად გააცნობიეროს ადამიანმა ეს რომ ვინ ხარ შენ და იმას რასაც ამბობ რატომ ამბობ რა მიზანს ემსახურება შენი ეს ნათქვამი იმიტომ რომ დღესაც ხშირად გაიგებთ რომ აი ხლა ამას რომ ამდენი ქონება აქვს გაყიდოს და გაჭირებულებს დაურიგოს ხომ ხშირად მოგისმენიათ აი ესეთი და ვინ მოუწოდებს ხოლმე ამას ხშირად იცით ვისაც ნაკლებად ადარდებს მინდა გითხრათ გაჭირებული იმიტომ რომ თვითონ არანაირი ზრუნვა არ გამოუჩენია სამაგიეროდ სხვას მოუწოდებს რომ რაღაცა უნდა გაყიდოს ასე რომ ნუ მსგავსებით ჩვენ ადამიანებს, რომლებიც დაუფიქრებლად რაღაცას ესე ამბობენ, ან პირადი ზრახვები შეიძლება აკავშირებდეთ რაღაცა და სათნოების საფარველ ქვეშ უნდათ რომ ესე იგი შემოსონ ეს ყველაფერი. ამიტომაც ეს მაგალითი ოთხშაბათის მაგალითი გახლავთ ჩვენთვის არა მხოლოდ დიდი ოთხშაბათი, არამედ წლის განმავლობაში ყოველი ოთხშაბათი და პარასკევი მარხვად არის დაწესებული. მოციქულთა კანონები პირდაპირ განგვისაზღვრავენ ჩვენ ამ მარხვას რომ წლის განმავლობაში ყოველი ოთხშაბათი და პარასკევი უნდა ვიმარხულოთ და ვიმარხულოთ სწორედ ამ ამბის გასახსენებლად რომ არ აღმოჩნდეთ იმ ადამიანთა რიცხვში რომლებიც ბაიას რტოებით ჯერ ოსანას ყიროდნენ და მერე ჯვარსაც ვისყიროდნენ. არ აღმოჩნდეთ იმ ადამიანთა რიცხვში, რომლებიც დაბრკოლდებიან სხვისი ქონები და იტყვიან, ახლა რატო არ გაყიდის და რატო არ დაურიგებს გაჭირვებულებს და შენ თვითონ არანაირი ზრუნვა არ გამოგიჩენი ამ გაჭირვებულებს. შეიძლება ითქვას გვახსენებს ქრისტიანობის მთავარ არსს. რა თქმა უნდა, გავიხსენოთ ყოველ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ამიტომ ოთხშაბათის ისტორია გახლავთ ესეთი, საკმაოდ მძიმე მინდა გითხრათ, რომ აი ესე იუდა ადგება და მიდის მოსალაპარაკებლად უდამთავრებთან და შეძლებს კიდეც ამ მოლაპარაკებას და ამის შემდგომ როგორც თქვათ იცევ სახარებისეულ ტექსტს ვიმოწმებთ ეძებს მარჯვედროს ანუ მარჯვედროს როდესაც მარტო იქნება მაცხოვარი თავის რამდენიმე მოციქულთან ერთად რომ მოახერხოს რომ გადასცეს უდამთავართა ხელთ მოკლედ იესო ქრისტე ამის შემდგომ ჩვენ გვაქვს დიდი ხუთშაბათი მე მგონი ამ დროს მესამე წრეზეც წავიდნენ თუ მე არ მეშლება. დიახ, წესით მალე დასრულდება ლიტანიობა რის შემდეგაც. კი, ამის შემდგომ უკვე დავალოდებით წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას. ამის შემდგომ მე თუ სწორად მახსოვს თავის საუდამთავრო ბისონს იხსნის და ესე სტიქრით შედის პატრიარქ თუმცა კი ამას ყველაფერს თვალს მივადევნებ. ჩვენ თუ არ დავღალეთ ჩვენი მაყურებელი ხუთშაბათზე არა მგონია მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო თემებზე ვლაპარაკობთ ძალიან გასაგები ენით და მადლობა ამისთვის. მადლობა თქვენ რომ ამის საშუალება გვეძლევა თქვენი ტელევიზიის საშუალებით თუ ჩვენს მაყურებელს განსაკუთრებით იმ ხალხს ვინც ვერ შეძლო ტაძარში დგომა ამ დღეების განმავლობაში ან სამსახურებრივი ან ფიზიკური მდგომარეობის გამო და ეხლა ექნებათ საშუალება რომ რაღაცა ორი სიტყვით მაინც განუმარტოთ თითოეული დღის მნიშვნელობა უთხრათ. ხუთშაბათი გახლავთ დღე, როდესაც მაცხოვარმა სერობაზე დააწესა ზიარების ზიარების საიდუმლოება და ჩვენ დღესასწაულობთ ამას და დიდ ხუთშაბათს უწოდებთ. როგორც მე უკვე მოგახსენეთ, ეს საქმეები აღესრულება საღამოობით. შესაბამისად, როდესაც ვამბობ დიდ ხუთშაბათს, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ოთხშაბათი რომ დაღამდა მათთვის. ამ დროს იწყება დიდი ხუთშაბათი. ანუ ოთხშაბათი რომ დაღამდა და ხუთშაბათი იწყებოდა იუდას უკვე გაცემული ყავს ანუ მოლაპარაკებულია ეს უკვე ღვთაემთავრებთან ეხლა უკვე თუმცა ჯერ შეპყრობილი არ არის დიახ იმიტომ რომ იქ კითხვები ისმება რომ თუ კი უკვე გასცა და თუ კი ეძებდა თქვათ მე აქ ზიარების ამ სერობაზეს როგორ რანაირად აღმოჩნდა აი ეს მესამე წრე დასრულდა მე ცოტა ხანი გადმოვერთვები აქეთ მესამე წრე დასრულდა ეხლა კულუკლის შესასვლელთან დადგა პატრიარქი იერუსალიმისა თეოფილე რომელიც იხსნის თავის საუდამთავრო მიტრას ომოფორს ჯვარ პანაღიებს
იხდის ბისონსაც, ეს გახლავთ სამღვდელმთავრო შესამოსლის ნაწილები, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, რომელსაც ყველაფერს თავისი სახე სიმბოლო აქვს. აი ბისონი, რომელიც ახლა გაიხადა და აი ესეთი სტიქრით და ოლარით ის დიდი კელაპტრებით მიეშურება შესასვლელი კარისკენ. აი ჩვენ უყურებთ ახლა მოკლედ აი ამ პირდაპირ ეთერში შემოწმებასაც გაივლის სპეციალურ შემოწმებას. ვიცით რა რაღაც იქ იყო ესეთი ნათქვამი, მე არ მინახავს ჩემი თვალით, მართალი გითხრა და რაც არ მინახავს, ამას ვერ დავიჩემებ, რომ ამოწმებდნენ, თუმცა კი შორი ახლოს ვიდექი, როდესაც მე ვესწრებოდი, მაგრამ ასეთი რამეს ამბობენ, რომ ამოწმებენო პატრიარქსო, რომ რაიმე ხომ არ შეაქვსო ასანთებიო და მე ცოტა რაღაცნაირად სკეპტიკურად უყურებ ამ ამბავს, რომ არ ამგონია პატრიარქს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენონ მეთქი, რომ რაღაცნაირად შეამოწმონ ახლა, რომ ასანთი შეგაქვს თუ არ შეგაქვს შიგნით და თუმცა კი გამორიცხული არაფერი არ არის. ანუ ახლა ვერ დავიჩემებ, რომ აუცილებლად შეაქვს ან აუცილებლად არ შეაქვს. ამის შესახებ შეაქვს კი არა, უბრალოდ ჩხრეკენ თუ არ ჩხრეკენ. ამის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვით, თუმცა კი რომ შესვლის წინ რაღაცა სანთლებს სხვადასხვა განამარტო მართლმადიდებლები სხვებით ცდილობენ რომ გაატანონ თავიანთი სანთლები. აი უკან ვინც მიყვება ახლა, ეს არ არის მართლმადიდებელი ეკლესიის. და აი ნახეთ რომ შევიდა უკვე. ცირე ტაძარში. შევიდა ცირეში. უკრიას ეძახიან. დიახ. შევიდა და ახლა კარები დაიკეტება. აი ხა დაცვა დადგა უკვე, აღარავის აღარ შეუშვებს და კარები დაიკეტება და დაიწყება შიგნით შიდა მსახურება, რომელსაც უშუალოდ პატრიარქი თეოფილე აღასრულებს. ცირე ლოცვა ასე ამბობენ. ვიცით რა სახის ლოცვაზეა საუბარი? მართალი გითხრათ, მე არ ვიცი. ეს ლოცვა აუცილებლად ექნება ბერძნულ საპატრიარქოს, თუმცა კი საინტერესოა და მეც დავინტერესდი ხა თქვენთან ერთად და აუცილებლად მოვიძიებ ამას, ვინც მყავს აქეთ სამყაროში ნაცნობები ბერძნულ სამყაროში აუცილებლად მოვკითხავ ამას. არსებობს სპეციალური ლოცვა, აი როგორც თქვა ჩვენ გვაქვს წყლის კურთხევის ლოცვა, არსებობს თქვა რაღაცას განწმენდის ლოცვა, არსებობს რაღაცა ნივთის კურთხევის ლოცვა, არსებობს სანთლის კურთხევის ლოცვა, შეიძლება არსებობდეს მსგავსი ლოცვა, რომელიც აი ხა შუქები ჩაქრა ტაძარი რაც იმის ნიშანია რომ ელოდებიან ახლა უკვე უშუალოდ ცეცხლის გარდამოსვლას დიახ განსაკუთრებით ემოციურია და დაძაბულობა ამ ბოლო წამებში ყველას უნდა რომ აი შეიძლება მალე მიიღოს წმინდა ცეცხლი ეს ადამიანები ახლა ვინც ხელს ყოფენ შიგნით ეს გახლავთ ის პირველი შესასვლელი რომელიც მეზეც მოგახსენეთ სადაც მეცაცხებლე დედებმა ანგელოზები იხილეს და აი ესეთი თაღები აქვს მას სადაც ხელის შეყოფა შესაძლებელია და ისინი ცდილობენ რომ იქედან საფლავიდან გამოსული პატრიარქის ცეცხლი აქედანვე მიიღონ მოკლედ პირველებმა მოასწრონ ამ ცეცხლის ანთება და ამასთან დაკავშირებით აი ეს ხმაური და შეძახილები ამ დროსაც არ წყდება მათ შორისაც ქართული შეძახილები ქრისტე აღდგა ქართულიც რამდენჯერმე გავიგონე აღარ გავამახვილე ყურადღება იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ ჩვენს მაყურებელსაც ესმის ეს ხმა კი აუცილებლად ესმის ყურში ხوار დავასრულოთ ხუთშაბათი თუ? აი დაველოდოთ ცეცხლის გარდამოსვლას და აუცილებლად მიუბრუნდებით ისევ ამ თემას, იმიტომ რომ მინდა რომ კარგად განვარტოთ. მე უბრალოდ იმიტომ ვიკითხე რომ შეიძლება აქ ეს ლოცვა გაგრძელდეს. პატრიარქის ლოცვა გულისხმობ შიგნით. მოდით მაშინ მანამდე სანამ უშუალოდ თვით ხუთშაბათზე გადავიდოდით შევახსენებ მაყურებლებს რომ ტაძრის კარი სამართალდამცავების და სასულიერო პირების მონაწილეობით დღეს დილით გაიხსნა ტაძარში შესვლის უფლება კი იერუსალიმის მართლმადებელი ეკლესიის სომეხთა კოპტების და სირიული ეკლესიის წარმომადგენლებს აქვთ თუმცა რეგიონში არსებული დაძაბულობისა და ომის ფონზე ღვთისმსახურება წელს განსაკუთრებულ პირობებში ტარდება მაცხოვრის აღდგომის ტაძარი უსაფრთხოების მიზეზებით 40 დღის განმავლობაში
ბრძოლაში დახურული იყო. დღეს კი მომლოცველებისთვის კვლავ გაიხსნა. ისრაელის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება რეგიონში ვითარების შედარებით დასტაბილურების გამო მიიღო. ისრაელის უსაფრთხოების სტრუქტურებმა ახალი ინსტრუქციები გამოსცეს, რომლებიც უკვე იძლევა მასობრივი თავშეკრების ადგილების ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა. სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე კი გახდა შესაძლებელი ტაძრისა და სხვა წმინდა ადგილების ხელახლა გახსნა. თუმცა ისრაელის პოლიცია მუშაობს გაძლიერებულ რეჟიმზე, ძველ ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგდა ასეულობით სამართალდამცავი, რომლებიც აკონტროლებენ როგორც მომლოცველთა ნაკადებს, ასევე უსაფრთხოების ზოგად მდგომარეობას. განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ტაძრასთან მისასვლელ გზებს. გვესმის ქართული შეძახილები, ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა. რაც შეეხება თავად რიტუალს, დილიდან ტაძარში მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები, მაცხოვრის საფლავიდან იგივე კუბუკლიადან გამოიტანეს სანთლები და კანდელი, ტაძრის კარები და თავად საფლავი იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის და სომხური ეკლესიის წარმომადგენლების თანდასწრებით დაილუქა და ლუქას ესწრებოდნენ ისლამური წარმომავლობის პოლიციელებიც და აი მე მგონი ზეიმს ხედავთ უკვე თუ არ ვცდები ზეიმი დაიწყო. აი შიგნიდან ის ნათება რაც ჩანს ეხლა ეს გახლავთ ცეცხლით გამოდის პატრიარქი ეხლა იმიტომ რომ აი გამოიტანეს ეს გახლავთ გილოცავთ ძვირფასო მაყურებლებო წმინდა ცეცხლი აინთო ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა გილოცავთ ყველას ძალიან ამაღელვებელია იქ აი პატრიარქი გამობრძანდა ეს ცეცხლი გამოაბრძანა და ყველა ცდილობს რომ გადაუკიდოს აი ეს ცეცხლი და ეს გვექნება ჩვენს ბედნიერება ჩვენი დელეგაცია უკვე იქ იმყოფება როგორც ჩემთვის ცნობილია და საღამოს საათებში ცოტა მოგვიანებით უფრო ისინი ჩამოაბრძანებენ წმინდა ცეცხლს საქართველოში და ჩვენ გვექნება ყველა ტაძარს ამის საშუალება რომ მივიდეთ და ავიღოთ სიონის საკათედრო ტაძრიდან რადგანაც პატრიარქის მოსაყდრეშიო დღეს იქ აღასრულებს თავის მსახურებას და იქ მიაბრძანებენ ბუნებრივია პირველ რიგში ამ ცეცხლს საიდანაც ჩვენს გვექნება საშუალება რომ ყველა ტაძრებში გადავინაწილოთ და ყველამ მოვიღოთ ჩვენთვის ეს ძალიან დიდი სიწმინდე და სიხარულიც რომელიც იერუსალიმიდან ესე იგი აი ესე უხვად მოედინება შეიძლება ითქვას. უოლცავ ყველა მორწმუნეს ცეცხლის გარდამოსვლას და კადრში ვხედავთ არაერთ ადამიანს რომელიც სწორედ ცეცხლს იტარებს სახესა და ხელებზე იმის სანახებლად და დასანახავად რომ ის არის წმინდა და ის პირველ წუთებში ცეცხლის გარდამოსვლის პირველ წუთებში არ წოს. ნამდვილად ემოციური და ამაღელვებელია კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ძვირფასო ჩვენო მაყურებელო ეს გახლავთ ყველა მორწმუნისთვის რაღაცა შინაგანი სიხარულის მომცემი, იმიტომ რომ განა ქრისტეს აღდგომის დასტურია თვითონ ეს ცეცხლი ჩემთვის, იმიტომ რომ ხო შეიძლება საერთოდ ისეთ ადგილას აღმოჩნდე, რომ ვერც ტელეეთერით ვნახო და არც ხმა მიმიწვდებოდეს ამასთან რაღაცა უდაბნოში მყოფი მეუდაბნოე მოღვაწე მამები რომ იყვნენ, ეხლა საერთოდ შეიძლება მაშინ ვერც უყურებდნენ ეთერში და ვერც ამბავი ჩასდიოდა ცეცხლი გადმოვიდა თუ არ გადმოვიდა, მაგრამ ეს შინაგანი სიხარული აღდგომისა განამ ცეცხლით გიცდება ამისი თქმა მინდა აღდგომის სიხარული ყველა შემთხვევაში მოდის მაგრამ ეს ცეცხლი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ეს წმინდა ცეცხლი რომელიც ზეციდან იკურთხება და განამტკიცებს კიდევ უფრო მეტად ჩვენში აი ამ სიხარულს და რაღაცნაირად აი სისავსეს გვაძლევს აი ამ სიხარულის სისავსეს შეიძლება ითქვას აი ახალგაზრდა ყმაწვილი აგერ უყურებ სახეზე როგორ იტარებს ცეცხლს და პირველი წუთების განმავლობაში ის ნამდვილად არ წავს. მე მაქვს ეს კადრი ნანახი, სადაც ესე გრძელ წვერში ვიღაცას უჭირავს და ცეცხლის ალი ლამის წვერიდან გამოდის ეს ცნობილი კადრია და წვერზე არედება მას ცეცხლი. რა თქმა უნდა, ცოტა ხანში მე ის ჩვეულებრივად დამწველობით თვისებას იღებს, იმიტომ რომ სანთლები, კანდლები, რომლებიც ანთია, ეს სანთლები იღვენთებიან, ბუნებრივია, ხურვალებას იძენს ეს ცეცხლი, თუმცა კი
თუმცა კი პირველ წუთებში აი ესეთი საქვს რა თვისება რომ არ წავს. მამა კახაბერ, მოდით ამ სიხარულის ფონზე თან განვაგრძოთ საუბარი, ვნებიშვიდეულზე თუ კი გვაქვს ჩვენ ამის საშუალება სიამოვნებით და ვისაუბროთ კვლავ დიდ ხუთშაბათზე და ზიარების დაწესების საიდუმლოზე ვსაუბრობდით, ხო? დიახ, ეს გახლავთ დიდი ხუთშაბათი, სადაც სერობა გახლავთ ვახშამი, მოკლედ ესე თანამედროვე ქართულად რო ვთქვათ, ვახშამი გაიმართა, მაცხოვარმა გამართა ეს ვახშამი, სადაც ზიარების საიდუმლოება დააწესა. ეხლა ჩვენ როგორც უყურებთ ამას იკონოგრაფიულად, მთლად ესე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ესე ხდებოდა ყველაფერი, იმიტომ რომ იკონოგრაფიულად, ანუ ხატწერაში გულისხმობ, როგორც არის გადმოცემული, ჩვენ ხედავთ, რომ მაგიდასთან სხედან მაცხოვარი შუაში და მის მარჯვენა მხარეს 6 მოციქული და მარცხენა მხარეს 6 მოციქული. ეს ესე ფიზიკურად ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ მაშინ ასე მაგიდასთან ჯდომის კულტურა საერთოდ არ იყო აღმოსავლეთის ქვეყნებში და მინდა გითხრათ, რომ დღესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ესე არის შემორჩენილი. ეს იყო ნახევრად მხართეძოზე წამოწელილი წოლა, სადაც მარცხენა ხელს იყავი ადამიანი დააყრდნობილი და მხოლოდ მარჯვენა ხელით შეგეძლო რომ გეჭამა საჭმელი. ან სასმელი მიგერთვა. შესაბამისად, იქ სახარებისეული ისეთი ნიუანსები წერიათ, რომ შეიძლება გაუგებარი იყოს ადამიანს. მაგალითად წერია, რომ იოანე ღვთისმეტყველსო მაცხოვრის მკერდზე ქონდა მიდებული თავიო. როგორ შეიძლებოდა ეხლა ესე თუ მაგიდის ირგვლივ ისხდნენ ისინი მკერდზე თავი ქონოდა მიდებული, ხომ ბუნებრივია ხელს შეუშლიდა. მაგრამ თუ კი წარმოვიდგენთ ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობას, მე თუ კი ესე ვარ ეხლა აი რომ წარმოვიდგინოთ აი დაყრდნობილი მარცხენა ხელზე, აი აქ დაყრდნობილია მარცხენა ხელზე იოანე ღვთისმეტყველი, ამ შემთხვევაში მისი თავი ჩემს მკერდზეა პირდაპირ. შესაბამისად, ერთია რასაც ჩვენ უყურებთ იკონოგრაფიულად, ანუ ხატწერაში როგორც არის განმოცემული და მეორეა როგორ იყო რეალური სინამდვილე, იმიტომ რომ ისინი მაგიდასთან არისხდნენ, იყვნენ ნახევრად წამოწოლილ მდგომარეობაში. თუ კი იოანე ღვთისმეტყველის თავი მაცხოვრის მკერდშია, მაშინ გამოდის რომ მაცხოვრის თავიც ვიღაცის მკერდშია. ეს გახლავთ იუდა. იუდა მას ძალიან ახლოს ყავს. ამიტომაც, როდესაც წერია, რომ დააწომან პური და მიაწოდა სადღაცას ბოლოში კი არიჯდა იუდა. მაცხოვრის თავი იუდას მკერდშია და მიაწოდა იუდას. და როდესაც ამბობს, რომ დავაწობდა, ვისაც დავაწობდა, მივაწოდებ, ის იქნება ჩემი გამცემელი, იუდა ეუბნება, როგორ მე ვიქნები და შენ ამბობო. მაცხოვარი ეუბნება. ანუ ყველაფერი ეს ემსახურება იმას, რომ იუდა უნდა გამოფხიზლდეს. იუდა უნდა მიხვდეს, რომ ის ნაბიჯი რომ გადადგა, რომ მოელაპარაკა მღვდელმთავრებს, უკან დასახევი გზა ჯერ კიდევ აქვს. ამიტომაც აკეთებს მაცხოვარი ყველაფერს ამისთვის. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ცოდვა სწორედ ასე შემოდის ადამიანში. არის წმინდა მამები ამის შესახებ წერენ და არის ეს შემოსლის შესახებ პირველი არის კვეთება, შეიძლება ითქვას, აზრი, რომელიც ეკვეთება ადამიანს. მეორე არის რომელსაც გულის თქმად გაიხდის ადამიანი. ერთია რომ შეიძლება შემოვიდეს ჩემში აზრი, მეორეა რომ დავიტოვე ჩემში ეს აზრი და გულის თქმად გადამეკცა. არც ერთი და არც მეორე ცოდვა არ არის, მანამ სანამ არ დავთანხმდები ამას. მესამე ნაბიჯი გახლავთ დათანხმება, რომელიც უკვე ცოდვაა და მეოთხე ნაბიჯი გახლავთ აღსრულება ამ ცოდვისა. ამიტომ იუდა ამ მდგომარეობაშია, პირველი კვეთება მიღებული აქვს და მეორე გულის თქმაც უკვე აღსრულებული აქვს. თანხმობაშიც ფაქტიურად უკვე მოსულია, მაგრამ უკან დასახევი ჯერ კიდევ არსებობს. ამიტომაც მაცხოვარი, რომელიც მის მკერდზეა მიყრდნობილი, შეიძლება ითქვას, იუდას ეუბნება, რომ აი შენ გაძლევ და შენ ხარ ალბათ ის გამყიდველი. და იუდა ეუბნება, მე ვარ, აი შენ ამბობ, აბა არ შეიმჩნევს ამასე. ცოტა ხანში ეუბნება, წადი და რაც გაქვს ჩაფიქრებული, აბა გააკეთე. ამას არ ეუბნება ჯიბრით, ამას არ ეუბნება ზიზღით, ეს თითქოს საზოგადოებისთვის ცოტა გაუგებარია და ამიტომაც ვცდილობ ესე დაწვრილებით უთხრა ჩვენს მაყურებელს. ამას არ ეუბნება ნიშნის მოგებით, ამას ეუბნება სიყვარულით, რომ შენ კიდე გაქვს უკან დასახევი გზა, შენ ჯერ კიდევ შეგიძლია რომ არ გააკეთო ეს ყველაფერი და გადათქვა ის, რაც მღვდელმთავრებთან მოლაპარაკებაში ხარ შესული. თუმცა კი მიუხედავად ამისა,
მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი მხილება მოხდა მაცხოვრის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ასე ახლოს დაიყენა ის მაცხოვარმა, მას ჩააბარა ის, რის ინტერესიც ჰქონდა და მიაბარა ეს ფულის ტომარა, იმიტომ რომ სხვას რო ქონოდა, სხვაში შეიტანდა იუდა ეჭვს და ეხლა ვერავიში ვერ შეიტანდა საკუთარი თავის გარდა, რადგანაც მას ებარა ეს ფინანსები. მის მკერდზე აქვს თავი მეყრდნობილი, მას მიაწვდის ამ პურს და ამხილებს, რომ იუდა ეს საქციელი არ შეიძლება, იუდა მაინც აღასრულებს ამ საქციელს და მაცხოვარი ამის შემდგომ სწორედ გასტეხავს პურს და ამბობს, რომ ეს არის ხორცი ჩემი და დაასხამს სასმელს და იტყვის, რომ ეს არის სისხლი ჩემი და ჩვენ წირვაში ვკითხულობთ ასეთ ლოცვას. ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემ და მოძღვარი კითხულობს აი ამ საიდუმლო ლოცვებს. რაოდენ გზის პურსა ამას ჭამდეთ და სისხლს ამას მიდეთ, სიკვდილსა ჩემსა მიუთხრობდეთ და აღდგომასა ჩემსა აღიარებდეთ. ეს გახლავთ გახსენება მაცხოვრის ჯვარცმისა და მაცხოვრის აღდგომისა. ჩვენ ევქარისტიაზე ვისაუბრეთ ნაწილობრივ, რომ მადლიერება, რომელიცაც უნდა გამოვხატავდეთ, ამავდროულად ეს მადლიერება გახლავთ გამოხატულება, რომ მადლობ, მიზეზი ხო უნდა მქონდეს ამ მადლობისა. გახლავთ ჩემი მადლიერების გამოხატულება ჯვარცმისა, რომელიც მას კი არ სჭირდებოდა. თითოეული ჩვენგანის არის გაღებული ეს სისხლი და აღდგომისა, რომ თითოეული ჩვენგანისთვის გაიხსნათ სათასასუფევლის კარი. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ჩვენს მაყურებელს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ ჩვენ ადამიანები ხშირად უკუღმა ვიქცევით. მაგალითად, დავასახელებ ასეთ მაგალითს. სამოთხეში მოწოდება იყო, რომ არ ჭამოთ ამ ხის ნაყოფი და მივიდნენ ადამიანები და შეჭამეს. ეხლა მოწოდება ყოველ წირვაზე, ყოველ ლიტურგიაზე, ყოველ ევქარისტიულ კანონში ჩვენ ამ სიტყვებს გავიგონებთ. მიიღეთ და სჭამეთ, ესე არის ხორცი ჩემი, სვით ამისგან ყოველთა. ამასთან არ ვღებულობთ და არ ვჭამთ, არ ვსვამთ. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ვიღაცა მიზეზს იტყვის, არ ვარ ღირსი. ვიღაცა კიდე სხვა მიზეზს იტყვის, ვიღაცა სხვა მიზეზს იტყვის და ამიტომ ყველაფერს უკუღმა ნუ ვაკეთებთ. სადაც გვითხრეს რომ არ ვჭამეთ, იქ ვჭამეთ და ეხლა გვეუბნებიან უნდა ვჭამოთ, უნდა ვჭამოთ. ოღონდ შესაბამისი მზაობა უნდა გქონდეს ამისა, სარწმუნოებრივი, რომელზეც უკვე გელაპარაკეთ ნაწილობრივ, როგორი უნდა იყოს ეს მზაობა. ამის მზაობისთვის საჭიროა აუცილებლად სარწმუნოებრივ მზაობასთან ერთად, რომ ეს განწყობა შევიქმნათ ადამიანებმა და მადლიერებით ვიყოთ სავსენი, რომ ეს მადლიერება კარგად გქონდეს გაცნობიერებული რას ემსახურება, რომ ღმერთი განკაცდა, რომელიც მას არ სჭირდებოდა, ჩემთვის მოხდა ეს და ნებაყოფლობითი იყო ეს განკაცება, არავის არ უძულება, მას არ ქონია ეს იძულება, ჯვარს ეცვა ნებაყოფლობითი იყო ესეც, ჯოჯოხეთში ჩავიდა და ნებაყოფლობითი იყო ესეც, აღდგა მკვდრეთით და ამაღლდა ზეცად და მოგვიმზადა ცათა სასუფეველი ყველას, ვისაც გვჯერა და გვწამს მისი სიტყვებისა, რომ კვალად მომავალ არს მეორედ მოსვლად, რომ შევეგებოთ მას, როგორც ბზობას ვეგებებით ბზის ტოტებით, აი ესე ანთებული გულებით შევეგებოთ მის მეორედ მოსვლას და ვიხარებდეთ მარად ცათა სასუფეველში. ამინ. ხედავთ ეტაპობრივად მომოცვალთა ნაწილი უკვე ტოვებს ტაძარს. რა თქმა უნდა, ისინი მიემართებიან ზოგი თავის ქვეყანაში, ზოგი თავის ტაძარში. და 14 წუთზე გადმოვიდა, ესეც უთხრათ მაყურებელს. თბილისის დროით. თბილისის დროით, დიახ. და ახლა მინდა კითხოთ ერთი ასეთი კითხვა რომ დავსვათ. წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი წელი, გამორჩეული და განსხვავებული, როდესაც ხვდებით იესო ქრისტეს აღდგომას საქართველოში, თუმცა არ გვექნება პატრიარქის ეპისტოლე. ეს არის ძალიან რთული 59 წლის განმავლობაში ასეთი მოვლენა არ ყოფილა, რომ ილია მეორეს ხალხისთვის, მრევლისთვის არ მიემართა და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე არ გაამახვილებინა ყურადღება, რომელიც მრევლმა და ერმა უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ სულიერი სიმშვიდე მოიპოვოს და ასე ვთქვათ, ქრისტეს გზაზე იაროს, ხო? განსაკუთრებით ამ პერიოდში, ზუსტად აქედან გამომდინარე, კითხავთ, როგორ უნდა შეხვდეს ქართველი მართლმადიდებელი ამ ქრისტეს აღდგომას. მაშინ როდესაც ეს გზამკვლევი ასე ვთქვათ სიამოვნებით მოგახსენებთ მიუხედავად იმისა, რომ ეს მწუხარება გვაქვს, რომ მისი ეპისტოლე არა გვაქვს, მაგრამ რომელი ეპისტოლე გააკეთებდა იმ საქმეს, რაც მისმა გარდაცვალებამ გააკეთა. ეს იყო, მე ვფიქრობ, შეწირვა.
ეს არ იყო ჩვეულებრივი გარდაცვალება, ეს იყო შეწირვა და ღმერთმა ესე განაგო და პატრიარქიც ამისთვის მზად იყო. ეხლავე მოგახსენებთ, იმედია ცოტა დრო მაქვს, რომ გისმენთ. ძალიან არ დავძაბო და დავღალო ჩვენი მაყურებელი მძიმე მსახურებებისა და აი ამ დიდი ეთერის შემდგომ. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული წელი ჩვენს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, იმიტომ რომ წლევანდელ წელს ჩვენ 1700 წლისთავი გვაქვს ქრისტიანობისა. გულისხმობ ქრისტიანობაში სახელმწიფო რელიგიათ აღიარებას და არა იმათ, რომ პირველად იქადაგეს, პირველად ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა პირველივე საუკუნეში და მერე სხვა მოციქულებმაც მასთან ერთად და გარკვეული ქრისტიანული თემები რომ არსებობდა ამაზე ჩვენ ცალკე არქეოლოგები და ცალკე კიდე ისტორიის მკვლევარები დაგვემოწმებიან და უამრავი წყარო არსებობს. ცალკეული ქრისტიანული თემები რომ არსებობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მაგრამ ის რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 326 წელს, წმინდა ნინოს შემოსვლის შემდგომ მოინათლა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა და ასეთი დიდი რაღაცა უზარმაზარი მოვლენა მოხდა და ქვეყანა ზეიბობს წელს 1700 წლის თავს, მინდა გითხრათ ეს 1700 წლის თავის აღნიშვნა მრავალი წელია უკვე იგეგმება, რომ რაღაცა უნდა მოხდარიყო პომპეზურად არა ამ ქვეყნიური გაგებით, არამედ რაღაცა სულიერი, რაღაცა ის შეგვეძინა ამ ყველაფრისთვის თვისება და ადამიანებს გაეგოთ იმაზე უფრო მეტი ვიდრე იციან დღეს, არა მარტო ისტორიული თვალსაზრისით, არამედ სულიერით. რაღაცა მეტი სულიერი სიმაღლე შეგვძენოდა. ამიტომაც თითოეულ ნაბიჯს უთანხმებდით პატრიარქს. და ვეუბნებოდით, რომ აი მაგალითად ხელოვანები ასე მუშაობენ, ვიღაც რეჟისორები ფილმს იღებენ ამასთან დაკავშირებით, ვიღაც მწერლები რაღაცა ნაწარმოებებს ქმნიან, იქ რაღაცა ხელოვანები, თქვა რაღაც სპექტაკლებს დგამენ ამასთან დაკავშირებით, ვიღაცამ გადაწყვიტა კიდე რაღაც სხვა რამ შექმნას. ხელოვანები ასე, ჩვეულებრივი ხალხი ასე, მეცნიერები თავის სამეცნიერო კონფერენციებით და თითქოს არ იყო საკმარისი. თითქოს რაღაცა კიდე უფრო დიდი უნდა მომხდარიყო. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდა. უწმინდესი გარდაიცვალა და ჩვენ ვნახეთ ერთიანი საქართველო. 1700 წლის თავთან საუბრობდა ძალიან ხშირად. დიახ, რაზეც საუბრობდა, რაზეც ოცნებობდა და რისი ხილვაც მას სურდა. და რა შეიძლებოდა დამთხეოდა ეს თუ არა იმ თარიღს, რომელსაც თქვია 1700 წლის თავ. ამიტომაც მისი გარდაცვალება როგორ შეიძლება რაიმე მოვლენა საერთოდ ქვეყანაზე როგორ შეიძლება შემთხვევითი იყოს, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი ადამიანის გარდაცვალება, ისეთი დიდი წმინდა მსახურის გარდაცვალება, როგორიც იყო პატრიარქი ილია მეორე, იყოს შემთხვევითი ამბავი. ის გარდაიცვალა და თავისი გარდაცვალება მან ასე ვიტყვი, მიუძღვნა 1700 წლის თავს. ამიტომაც მართალი არ გვაქვს მისი ეპისტოლე, მაგრამ მისი გარდაცვალებით ჩვენ ვნახეთ გაერთიანებული ქართველები, გამთლიანებული ქართველები, ვნახეთ მდუმარებაში მყოფი მილიონობით ადამიანი, ვნახეთ ცრემლით, აი ამ წუხარებით, პატრიარქის წუხარებით გარდაცვალებით გაერთიანებული ქართველები, თუმცა კი ამ წუხარებაში კი არ დაგვტოვა. თან რაღაცა სიხარული ახდა ამას იმ ერთობის შეგრძნებისა, ტაძარში ყოფნისა, მორწმუნისა და არა მორწმუნისა, მართლმადიდებელისა და არა მართლმადიდებელისა. აბსოლუტურად ყველანი შევიკრიბეთ ერთად და ერთად განვადიდეთ ღმერთი, რომლისკენაც მოგვიწოდებდა პატრიარქი მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში. ამიტომაც აი ჩემი მოგრძალებული მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ესეთი გახლავთ, რომ არ გვაქვს ეპისტოლე, მაგრამ გვაქვს ეს მემკვიდრეობა მისი გარდაცვალების შედეგად და ასე უნდა შევეგებოთ აღდგომის დღესასწაულსაც, რომ შევინარჩუნოთ მისი დანატოვარი. წეგან ვამბობდი, რომ ღმერთის რომ გწამს, არაფერს არ ნიშნავდეს შეიძლება საერთოდ, იმიტომ რომ გწამდეს მისი არსებობისა, უნდა გჯეროდეს მისი ნათქვამისა. ამიტომაც პატრიარქი მიყვარს ხშირად გაიგონებ დღეს და შეძახილები მიყვარხარ პატრიარქო, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს, თუ არ გაითვალისწინებ მის ნათქვამს, რომ ჩვენთვის ერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია და 1700 წლის თავის აღსანიშნავად მან აი ესეთი მსხვერპლი გაიღო საკუთარი გარდაცვალებით.
ძალიან დიდი მადლობა. მაცხოვრის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი იყო ჩვენთან ერთად. უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და ასე დეტალურად ისაუბრეთ ყველა ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მომლოცველები კიდევ ერთხელ გახდნენ მნიშვნელოვანი დღის მომსწრენი ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი თბილისის დროით 15 საათსა და 14 წუთზე შესრულდა. ასეთი იყო მოამბის სპეციალური გამოშვება. მე დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.